Brundeva podcasti და დღეს special guest იყო. Another one. როგორც იტყვიან, დიდი წარდგენა არ ჭირდება, იმიტომ რომ ყველა მიცით ვინ არის მოსკა და თქვენი დაჟინებული მოთხოვნებით ჯერ მეც მინდოდა ამ კაცთან ძალიან საუბარი, დიდი ხანია სხვათა შორის, იმიტომ რომ მოსკაში იცი რა ხშირად დადიან ხოლმე PvP-ს და ზოგადად რა ჰიპ-ჰოპ არტისტები და ძალიან ბევრი გითხოვდა. მართალია ცოტა შეიძლება დაგვიანებულიც კი არის ბანისთან ბეთლის მერე უფრო ცხელცხელი და ისე იქნებოდა, მაგრამ ისე დაიგეგმა რომ აი ესე დაალაგდა და ესე გამოვიდა. თავარია რომ აქ ხარ და მე დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ ნახევარი პოდკასტი მე მგონი სანამ დავიწყებდით, მანამდე ჩავწერეთ იმდენივე პოდკასტს, მაგრამ ეგ ხელს არ შეგვისლის ნამდვილად. როგორ ახარ მოსკა და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და მოიცალე. პირიქით მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები შენს მაყურებელსაც. ძალიან სასიამოვნო გარემო არის უკვე და სანამ ჩვენ ნახევარი პოდკასტი უკვე გავიარეთ, ძალიან მესიამოვნა შენთან საუბარიც და ბევრს ვისაუბრებთ კიდე პოდკასტშიც. ძალიან კაი, თან მე მაგრა გამისწორდა, ანუ ორადორი შემთხვევა, როცა საქართველოში PvP-ში და ბეთლებში მახსენეს. პირველი იყო KG, როცა აკაპელა იყო, მან თქვა, დაგხურეს როგორც ილობეროშვილის შოუო თუ რაღაცა. მაგაზე მე KG რო აქ იყო მოსული, გავახსენე და ტიპს ეგონა რომ ნაწყენი ვიყავი რა და მე ვთქვა რატომ ყოფილიყო პირიქით კაი არა რაღაცა სტატუსი დაწერეო თუ რაღაცაო და მაშინ მახსოვს რომ ანუ მე ის კი არ დავწერე რომ არ გამისწოდა ის დავწერე რომ რაღაცა იყო სხვანაირი თვითონ ფაქტი მოვიყვანე რა რომ ანუ მომენტში კი არ დაიხურა თუ რაღაცა და როგორც ჩანს ეგრეთ ჩათვალა მაგრამ მე პირიქით მაგრამ მევასება იმიტომ რომ ამერიკაშიც ეხა რო ახსენებენ ხოლმე ჩემს საყვარელ კალათბურთელს რა ეხა სხვადასხვა მასშტაბებია მე არ ვადარებ იმას თავს ამას გულისხმობ კევინ დურანტს KD მაგრამ რო ახსენეს ეგეც გამისწორდა და აქაც იმდენად მევასება თვითონ აქ ეს კულტურა რო ვითარდება რომ თუნდაც ანუ მიხვედი და ილობეროშვილის პოდკასტზე იტირე და მოგეშვა რო უთხარი მე თქვი ჩემსოს დაუწე მოდი გოგო ნახე აქ გამისწორდა რაღაცნაირად ფსიქოლოგიური მომენტია და თვითონ კაი პანჩლაინი იყო შესაფუთად კი მაგრამ მოდი სანამ გადავალთ უშუალოდ მე დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესებს შენი აზრი ბეთლთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ თემაზე ვისაუბრებთ. კლიპი დაიდო შენი ახალი. მითხარი და ნახე, ანუ გუშინ დადებული არის ფაქტიურად და მოდი აი კლიპის თვითონ ტრეკზეც გითხარი, საერთოდ ვისი პროდიუსინგით არის და როგორი ანუ რა პროცესი იყო? ტრეკი გაკეთდა ბეთლამდე. ნუ აქამდე თქვი რომ ალბომზე ვმუშაობდი და ბეთლს კულტურას ცოტა ჩამოვშორდი და ბანისთანაც სანამ ბეთლი მექნებოდა, ბანისაც უთხარი რომ მეთქი ალბომზე ვმუშაობ, არ ვიცი როგორ შედგება ჩვენი ბეთლი მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე რომ ალბომს აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ საქართველოში ცოტა რთული ამბავია ალბომის შეფუთვა, ისე როგორც შენ გინდა და როგორც წარმოგიდგენია და პროდიუსინგი არის ბიტი პინოსია, მიქსინგ მასტერინგი მაიკლამ გააკეთა. არჩენი ტექსტი ჩემი და ну საბოლოო ჯამში კაი პროდუქტი შეიფუთა ბიჭები ძალიან დამეხმარნენ არტურა გადაიღო კლიპი ჯამატამ დაამონტაჟა უფრო ახალ ლეველზეც ავალ დიდი ალბათობით იმიტომ რომ სხვა გეგმები მაქვს ხლა შემდეგი კლიპი მოდის ისეთი რომ ძალიან გაუკვირდება ხალხსაც და დიდი იმედი მაქვს მეც გამაკვირვებს შენ ერთი რამე სპოილერიც არ მინდა მაგრამ ის რო გითხრა თუ აპირებ რომ რეფერენსი კონდეს ბეთლთან დაკავშირებით თუ არა აი ეს რომ ბეთლის მერე გაგიკეთებინა ხო შეიძლება და რომ შენ იქ რაღაცები გიხსენებინა კი შეიძლება და ნუ მუშაობ რაღაც ახალ ტრეკებზეც მუშაობ და საინტერესო იქნება შენ აპირებ საერთოდ რაღაცას რომ ბაზრობდი თითქოს ისე თქვი რომ ბეთლემსიობა ცოტა ხანი ასრულებ ცოტა ხანი მე მგონი საერთოდ ვასრულებ ეგ რამ განაპირობა ჩემი დამოკიდებულება თავიდანვე ეგეთი იყო რომ ბეთლემსი არ ვარ ვარ არტისტი, რომელსაც შეუძლია სცენაზე კარგად იდგეს და მყარად იდგეს. ბეთლი შემიძლია, რომ არ შემიძლია, მაგრამ უფრო თავს კომფორტულად არ გრძნობა ალბათ იმდენად, რამდენადაც სხვა სცენებზე რა. ისე შეიძლება არ გამოვრიცხავ, რომ გამოვიდე, მაგრამ ჯერჯერობით ამაზრზე ვარ. აი, ისე შენ თქვი, რომ თეატრი შენთვის უცხო არ არის და სცენაზე იდექი ბავშვობიდანვე სცენაში. ხო და რამდენად დაგეხმარა ეგ იმაში რომ თუნდაც ჰიპ-ჰოპ ამბავში, ანუ არტისტულობის ამბავში, იმიტომ რომ ეგ გაგდა, მაგას ყველა აღნიშნავს, რომ ჰეიტერი იყოს, მაგას ყველა აღნიშნავს. და რამდენად დაგეხმარა უშუალოდ ბეთლების პონჩი ეგ ამბავი. ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ ბევრი ისეთ რაღაცას გასწავლის თუნდაც თეატრი და არა მარტო თეატრი.
რომ თუნდაც ის დიქციის მომენტი, რასაც ყველა ჟიურის წევრი აღნიშნავს თუნდაც, რომ კარგი მაქვს, არა მარტო იმისგან გამოწვეული, რომ უბრალოდ კარგად ვსაუბრობ. თეატრი დამეხმარა ამაში, ძალიან დამეხმარა. ბევრ არტისტულობაშიც არის და დიდი როლი აქვს ჩემ ცხოვრებაში ისედაც რა თეატრს და ან მიყვარს და სიარული დავდივარ. უბრალოდ ცოტა ჩამოვშორდი ბოლო დროს. ბიჭო, რატო არის მეგრელების დომინაცია? აი თვითონ უშუალოდ PvP-ზე რამ განაპირობა ეგ რომ ტაჰა მეგრელია, შენ მეგრელი ხარ, ბანი მეგრელია, ყუაც კი მეგრელია, ვინც ეს პონტი გააკეთა. გიოც მეგრელია. გიოც მეგრელია. თელიაც მეგრელია. და რავი, გიო რუსიაც მეგრელია, ხო? ანუ რა ხდება? რა ბაზარი, რამე ძველი კოლხეთში მე დეაზროს რამე ეგეთი რაღაცა არსებობდა თუ ანუ რაღაცა ძალიან თუ შეიძლება რა ვიცი, ანუ ზოგადად ეხა ფეხბურთშიც ხო მეგრელები ძალიან მაგრები არიან რა და რამ განაპირობა ეგ შენი აზრით? ალბათ მწარეინა და ხარტი გონება. ბევრი აჯიკა. ხო. ბეთლზე გადავიდეთ ეხა, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, უმეტესობა საინტერესებს პოსტ შენი მდგომარეობა და პოსტ შენი დამოკიდებულება ბეთლის მიმართ, იმიტომ რომ რა არის, იცი როცა მომენტში ხარ. მარტო შენ კი არა უშუალოდ ვინც მონაწილეობ ბეთლში, არამედ აი მეც კი ერთია რომ ბეთლს უყურო, მე შევა 2 კვირა გავიდეს და კიდე სხვანაირად შევხედე. შენ როგორი ემოციებით ხარ, რამდენად სამართლიანად მიგაჩნია საერთოდ შედეგი და როგორ მე ვიბაზროთ როგორ ემზადებოდა. ეხლა როგორ უყურებ, აი დრო გავიდა და უკან არიცხვით რა შეგიძლია ამ ბეთლზე თქვა. ხო, ანუ შედეგის სამართლიანობაზე იმდენად არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ გემოვნების საკითხია რა. ვისაც რომელი არტისტიც უფრო გაუსწორდა იმას მისცა ხმა. ჩემი აზრით მე კამერების უკანაც უთხარი, მე ბანის რომ გილოცავ მოგიბას აქედანაც გილოცავ. მაგრამ ბევრად კარგი შეეძლო ყოფილიყო და ჩემი აზრით აი მაგ მომენტმა გადაფარა ეგ რომ ბევრად კარგი შეეძლო ყოფილიყო და არისო. ეგ თვითონ თუ გეთანხმება მაგაში? არ მივსაუბრია სიმართლე გითხრა, მაგრამ დიდი ალბათობით მეთანხმება რომ ბევრად კარგი შეეძლო ყოფილიყო, იმიტომ რომ ანუ ტაჰასთან ბეთლის მერე განვითარება სულ ასე მიქონდა ბანის. ხა ჩემთვის ცოტა დაეცა ხოლო ბეთლი. და რამდენად მნიშვნელოვანია ბეთლის დროს რომ ტიპი აი ბუნებრივად მართლა არ გევასებოდეს. აი თქვა ხო შეიძლება რომ აი რა ვიცი ახლა მაგალითად შენ და თოვლი არისო რომ გაცვალეთ? ხო. ხო, მე დიდად არ გამისწორდა, იმიტომ რომ მე დიდი ხანია ანუ ბეთლებს იქაც უყურებ ამერიკაში და მე ის მევასება პირიქით. მაგრამ statement-საც ხვდები და საჭიროებასაც ხვდები შეიძლება, მაგრამ მე ლიჩნად ანუ თვითონ არ მიყვარს ხომ ეგეთი რაღაცა, მე მიკროფონი გავასწოროთ, ხო? მაგრამ აი ახლა მაგას რატო ვამბობ, იცი? აი ერთ-ერთმა ბოლო ბეთლმა იანგსა და პელეს შორის ისეთი პონტი გააძრო, რომ ადამიანებს ეგონათ, რომ აი პელემ მართლა არევასე, ანუ ისე დაიხარჯა განსაკუთრებით პირველ რაუნდში. ოღონდ საერთოდ არ მაქვს პოლიტიკურ სტეიტმენტს, ანუ მისი ემოცია იყო ისეთი, რომ აი მიფიქრებდი, რომ აი მართლა ცვეჭი ტიპი არევასება რა და რასაც ამობდა, ყველაფერს ნახდად ეუნებოდა. მე ისე დაიჭირა პელემ თავი, რომ თითქოს ნუ ბეთლია და აბა რა უნდა მექნა და ნუ რაც სუსტი წერტილი უპოვეთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანი ბეთში, აი მართლა არ გევასებოდეს ტიპი. აი მაგის შეფასება ცოტა მიჭირს, იმიტომ რომ მე არ მქონია რა მსგავსი ის, რომ აი ძალიან ორგანულად არ მევასებოდი. მაგრამ ალბათ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემთვის საუკეთესო ბეთლი დღემდე ძმაკაცების ბეთლია რა. KG Young Mike. ხო. აკაპელას დროის იცი. ანუ რაც უფრო კარგად იცნობ ტიპს და რაც უფრო ახლოსაა, ჩემი აზრით, მით უფრო კარგი სანახაობა გამოდის. ხო, ნუ კარგადაც იცნობ ალბათ და მეც სულ წერტილსაც იპოვი, ეგეც არის მომენტი. სხვათა შორის აი ისევ და ისევ NBA-ის ანალოგი რომ მოვიყონო, ეხლა ამბობენ რომ ძალიან soft-ერ არისო, იმიტომ რომ ადრეო ჩვენ რომ გამოდიდით თუ ერთ გუნდსო მეორე გუნდი აი პირდაპირ მნიშვნელობით გვეზიზღებოდაო და მაგაზე ჩალიჩობდნენ თვითონ მწნელების და კულტურაც ეგ იყო მაგაზე რომ აი რომ გადიხარ ტერია მორჩა. მაგრამ იქ ცოტა სხვა დამოკიდებულებით ვდგავარ რა. აი მაგ ნერვიულობის მომენტი სანამ მივალ მონოჰოლის ცენტრამდე. იქ ყველანაირი გრძნობა მიქრება, იქ არ ვიცი წინ ვინ მიდგას უკვე. იქ არა და ჩემთვის მნიშვნელობას აღარ აქვს წინ ვინ მიდგას რა. თავარია რომ გავანადგურო რა. და თოვლისთან რაც ახსენე რა. ჩემი აზრით ეგ ადგილის გაცვლა რო არ მომხდარიყო. ბევრად მძიმე ბეთლი იქნებოდა. მძიმეში რას გულისხმობ, რომ მწვავე?
და მე მაგას რაჯობია. ხო, ანუ ის მაგრამ მაგასაც ცალკე სხვა მუღამი ქონდა რა. ხო, იცი რა არის, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ძალიან დიდი როგორც ამერიკაში ისე არ არის, და დიდი ხანი არ არის. შეიძლება სადღაც მე ხვდები მაგით ვთქვი რა, იმას ხვდები საჭიროება სპონჩი რომ აქ მანამდე ტიპები ერთმანეთს აგინებენ ხოლმე და ამითი თქვა დაანახე რომ ეგრეც არ არის რა. ეს არის თემა, ცოტა სპორტივით რო შევხედოთ. რაღაცა ჩავატარეთ სპორტის სპონჩი, ბეთილი ჩავატარეთ, ხელი ჩამოვართით, ურთიერთობა გრძელდება. აი ტაჰა მახსნა ეგ ძალიან კარგად რა. რომ ფეხბურთელი რო ხარო ვიღაცა ქუჩაში პატკაც ხო არ გაგიკეთებსო რა. ხო. სპორტია რა, ჩვეულებრივად. მაგრამ იცი რა არის, აი ალბათ, მაგრამ აი მე მაინც გონია, რომ სადღაც აი პელეს და იანგის ბეთლიც რო ავიღოთ, ანუ პელემ რაღაცეები რო უთხრა იანგს, იანგმა რაც არ უნდა თქვას, რომ მე ეს არ შემხებია, იმიტომ რომ სპორტი ან ფლადეგრი არ არის, მაინც გეხება. ეგ აუცილებლად ეგრეა. გეხება რა. და რამდენად თულია მე თქვა, აი ძალიან მწარეთ თუ მოგხდება, აი იანგი და ნიკისლოვო ავიღოთ რა, ანუ იანგი და ნიკისლოვო რა იყო და ნიკისლოვო და ბანი. ეხლა ყოველთვის ეგეთი რამე არ ხდება და იქ მართლა მწვავე რაღაცეები მოხდა. მაგრამ ანუ ძალიან შეცვლილი იყო რა ის პერიოდი, ნიკი ძალიან ნაწყენი იყო, ხვდები, ბუნებრივად ნაწყენი იყო, რამაც ცხოვრებაშიც გადაინაცვლა. და მე არ ვამბობ, რომ ეგეთი ტოქსიკური რაღაცეები გინდა თუ არა ყოველთვის კარგია, მაგრამ ცოტა მაკლია ხოლმე აი ეს ბიფის მომენტი, რომელიც დრამატურგიულად ადის და ბეთლი არის მე მომენტი, როცა აი ყველა ჩართულია და ესენი ახლა ერთმანეთს დახოცავენ პონტია რა. მაგრამ იტო შენთვის მაგას არ აქვს ხო ის? ანუ ალბათ იმისგან არის გამოწვეული ყველაფერი, რომ ყველა არტისტს კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთში. ანუ ბიფი ძალიან იშვიათად ხდება რა. აი ბიფს იმასაც კი ქონდათ ბანის და კამის ქონდათ რა. რაღაც 1-4 ტრეკი შეემატა ქართულ ჰიპ-ჰოპს რა. მაგრამ მაინც კაი დამოკიდებულებით ვართ ყველა ერთმანეთთან რა. ბოლოს ეგრე ხდება სულ. საქართველოში რომელი რეკორდი არსებობს ან თუნდაც ბეთლი, რომელიც შემდის საუკეთესო დის ტრეკია, ან თუნდაც რამე რეფერენსი რომელიმე ტრეკში. აი რო იტყვი რომ ამათ შორის, აი საქართველოს ისტორიაში, ჰიპ-ჰოპის ისტორიაში რა, ანუ არის რამე ტრეკი, რომელიც შეიძლება სიმბოლოა, როგორც ჰითემაფიან ითერინასის დის ტრეკის. ალბათ კამის ტრეკი არის ერთ-ერთი. მეორე დისი რაც დადო ბანის მიმართულებით და ტაჰას შალაბანი. ეხლანდელ დის დღეს ერთ გადაცემაში ვიყავი YouTube-ზე და იქ მითხრეს რას ფიქრობო დასის და ტაჰას და ანუ მთელი ქრუს დისზე რა იყო და ბიფზე. არსებობს ეგ ბიფი? იმიტომ რომ მე არ ვადევნებ მაგას თვალს არ ანუ ვერ მივხვდი ზუსტად სად არის, არ ვიცნობ მაგ თემას კარგად, ამიტომ გეკითხები შენ. ეგ მართლა არის ბიფი თუ ალბათ ბიფი არის თუ არა, იმას ბოლოს მაინც ხალხი წყვიტავს. იმიტომ რომ რა თვალითაც შეხედავს ადამიანი, ის აზრი უჩნდება გონებაში. ანუ მე არ ვიცი, ხალხი წყვიტავს მაინც ბოლოს ბიფი არსებობს თუ არა. ისე ერთ-ერთი პირველი დის ტრეკი, აღონ პიროვნების მიმართ კი არა. მახსენდება ძვალის ქონდა ადრე რა, მაშინ პატარა იყო ძვალი და აფსავიგებს აჯვალდა რა. აღარ მახსოვს მაგ ტრეკს რა ქვია. მაგრამ აი ძალიან ასხამდა რა. მე კი ისე მოხდა რომ რაღაცა პერიოდის მერე თვითონაც ძალიან აქტიურად გაიჩნდა, ანუ რავი, კაბუ და ნინო ჩხეიძეს ტრეკი ვაქვს ხა ბოლო რა, ანუ ისტორიაში, მაგრამ თვითონაც რაცა მოედო, მაგრამ ერთი ეგ მახსენდება, ეხლა რომ ფიქრობ, რამდენი დის ტრეკი არსებობს, მე რაღაცა უბრალოდ არ ვიცი. შეიძლება არსებობს, მაგრამ არ ვიცი, არც თუ ისე ბევრი არ მახსენდება და აი მე ცოტა სხვა აზრი მაქვს. ჩემი აზრით ქართულ ჰიპ-ჰოპში უმეტესობა დის ტრეკებია. დის ტრეკები, მაგრამ ესეთი პირდაპირი არა, მაგრამ პასიური აგრესია. ხო, უმეტესობა დის ტრეკებია რა. აი თითქოს უხდება ქართულ ჰიპ-ჰოპს ეგ რა. მაგრამ ცოტა სხვანაირადაც შეგვიძლია. შეგვიძლია ბევრად დიდი მწვერვალები დავიპყროთ ნებისმიერმა ქართულმა არტისტმა. ჩემი აზრით, ბევრი ხარისხიანი გასროლა უნდა მოხდეს ქართულ ჰიპ-ჰოპში და არა უბრალოდ ბევრი გასროლა. შენთვის მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც PvP-ში მონაწილეობ, ვინ იყო ყველაზე უხერხული მეტოქი? უხერხულში აი უხერხულში რაც გულისხმობ, იცი რომ ანუ
რომ მარტო უშუალოდ ბეთლს კი არა, მომზადების პროცესშიც რო აი ვა ბიჭო აი ტიპზე ანუ რა ისაიდან მიუდგერო ხო როგორ მიუდგეთ აჰა რატო ანუ შენი მეგობარი როა მაგი თუ არ ამბობ მაგას ხო ანუ ნახე იმიტომ რომ შეხო თქვი რომ რაც უფრო ახლოს ის მაგაცი უფრო მაგრამ რატო იმიტომ რომ ალბათ პირველ სეზონში ყველა მონაწილეს ის ჰქონდა რომ აი ტაჰა არის ნომერ პირველი რა ჩემპიონის სტატუსით გამოვიდა ტაჰა პირველ სეზონში რა ჩემთვისაც და არა მარტო ჩემთვისაც აი რა უნდა მეთქვა ისეთი ყოველთვის იმას ვფიქრობდი ვერსი წერის დროს ტაჰაზე რაც ეწყინებოდა და არა ქეგეთი არაფერი რა ძალიან სუფთა ადამიანია რა ეგ ხო ნუ ეგ ართულებს იმიტომ რომ თუ იცი რომ ტიპს უს წერტილში დაარტყავ და იქ შეიძლება გაფუჭდეს ანუ არ ფუჭდება მე სულ ამოვიდი რომ ტაჰას კაი დიფენსი აქვს რა და შეიძლება ზუსტად მაგიტო რომ არაფერს პირადულად არ იღებს ხო nothing personal just the business შეიძლება ეგ მიდგომა აქვს რომ ბუნებრივად ეგრე ხდება თან ეგ მომენტიც ცოტა არ იყოს გცაბობს რა რომ არაფერზე რეაქცია არ აქვს წირო გითხრას სულ ქვისახით დგას არაფერზე რეაქცია არ აქვს საერთოდ და ეგ მომენტიც ცოტა გზავავს იმიტომ რომ ფიქრობ შენც რომ ვერ გავტეხი ეგ ფიქრები გაქვს სულ რა ჩემი აზრით ჯერჯერობით დაუმარცხებელი არის და ბეთლი ეხაც რო კონდეს ნებისმიერთან ვერ დაამარცხებენ ჯერჯერობით ფიდბექი რა იყო, როცა ბანისთან ბეთლი მორჩა ხალხიდან წამოსული, ანუ იცი რატო გეუბნები მაგას, იმიტომ რომ მე დავაკაჭი ვიყავით იქ მოსულები და ბეთლს რო ვერ მოუსწარით, მე ვნახე ნეტში რა, ანუ YouTube-ზე. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რაც არც თუ ისე ხშირი მოვლენა, რომ თვითონ ბანის ფანებიც იმას ამბობდნენ, რომ ვა, დაჟე რაღაც მომენტში გვეგონა, რომ მოსკა მოიგებდა, ანუ რაღაც სასიამოვნოდ გაკვირვებულებიც იყვნენ ტიპები. და რაღაც ძალიან დიდი რესპექტები წამოვიდა რა, ორივე მხარეს. ხოდა ალბათ ის რომ ხალხის გამარჯვებული დარჩი, ნუ შეიძლება უმეტესი ნაწილის არაო, თუმცა გარკვეული აუდიტორიისაც სიამოვნებს და დამეხმარა იმაში, რომ არ დამეკარგა სტიმული და мотиваცია, რა, რომ აი თუნდაც კლიპი რო დავდე ხა ბოლოს ამაზე არ გავჩერდები. ძალიან ბევრი სიახლე ელოდება ჩემს მენელს რა. мотиваცია იყო რა, ეგ ბეთლი ჩემთვის არ ექნებოდა მნიშვნელობა მოვიგებდი თუ წავაგებდი მაინც მოგებული დავრჩებოდი ჩემ თავთან რა იმიტომ რომ ხალხისგან დავემსახურე პატივისცემა და სიყვარული ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ხო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის ანუ შე რო იდგე არჩევნის წინაშე მაგალითად ბეთლში ჟიური გაგამარჯვებინოს თუ ხალხის სიყვარული დაიმსახურა აი პელე და იანგის ის არის კაი მაგალითი ხალხის სიყვარულს აირჩა ხო, მეც ეგრე მგონია და სულ მაგას ვამბობდი, რომ ანუ საბოლოოდ თუ ხალხის რჩეული ხარ, აი იმიტომ რომ მე ეგეთ დამოკიდებულებით ვარ, რომ მე ჩემი მსმენელი მიყვარს. იმიტომ რომ გინდა ის თუნდაც ის 1000 ნახვაც რა კონდეს ტრეკს, ის 1000 ადამიანი მაფასებს რა. მეც გამაჩნია სიყვარული და ხალხის სიყვარული მაძლიერებს რა და მაძლევს იმის мотиваციას, რომ ყოველთვის ახალ ლეველზე ავიდე და ახალი მწვერვალები დავიწყო. და ისეთი მოწინააღმდეგე ვინ იყო, ვისაც შეატყე რომ გააფუჭე გზადაგზა. იყო ეგეთი ვინმეს და დაჟე რო ცოტა სადღაც იფიქრებ რომ აუ ნამეტანი ხო არა. რო ავჭერი? ბანი. ბანი? ეხლა? კი. ჩემთვის ეგრე. შეიძლება თავისთვის არ არის, მაგრამ მე შევამჩნიე რა. იმიტომ რომ ბანის დაძაბულის სახე არ მინახავს ტახასთან ბეთლის შემდეგ. ალბათ ნიკისთან ცოტა გაბრაზებული სახე ვნახე. დაძაბული არა. ხა. დაძაბული ჩემთან იყო. ეგრე შევამჩნია. თუ არ იყო, ეგრე თვითონაც იტყვის. შენ თქვი ეგეთი ლაინი, რომ ანუ როდესაც ქვია ქურთი გაჯობებს ქართველობაშიო, თქვი და მე მან შევამჩნია რომ ცოტა რაღაცნაირ. იყო იქ ერთი-ორი მომენტი კიდე არასდროს ფულთან მიმართებაში და ავტობუსებთან მიმართებაში, მაგრამ მე მგონია რომ აი მე რაც შევამჩნიე, აი მაგ დროს ხო რაღაცა ის ცოტა არ ესიამოვნე. იმიტომ რომ ძალიან დიდი სეტაპი მქონდა რა. აი მანამდე 4 ბარით ადრე ვიძახი, რომ მოიცა როგორ იყო? რაღაც ვაშკაცობაზე მეტი ფლოუ თუ გაკეთეხავს რა. აი კიდან მოყვა სეტაპი უკვე და მაგით ვამთავრებდი რა. მაგრამ იმ სეტაპებში კიდე ბევრი პანჩლაინი იყო რა. და შეიძლება ზოგმა ვერ გაიგო, მაგრამ ზოგმა გაიგო რა.
თვითონ ჟიურის გადაწყვეტილებით რამდენად კმაყოფილი ხარ? ეხლა კმაყოფილი როგორ იქნება? ანუ შენ არ გამოგიტანეს, მაგრამ რას ვამბობ, იცი რომ ხო არის რომ შეიძლება კმაყოფილი არისო, მაგრამ ეთანხმებოდა რა. ანუ იშვიათად ეგ რომ შენ წაგებას ადამიანი შეიძლება დაეთანხმო, ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ რა გამაზეს შენი აზრით თუ რამე გამაზეს საერთოდ ჟიურის წევრებმა, როდესაც შეფასებებს ისმენთ. და შე მახსოვს რომ რუსია მოვიდა და კაი ცოტა გაიღიმეთო თუ რაღაცა უნდა თვითონაც დაიძაბა რა, ისეთი ატმოსფერო იდგა იქ და არის ისეთი რამე რაშიც არ ეთანხმები ტიპებს? ალბათ მესამე რაუნდის ანუ ჩემთვის მესამე რაუნდი ჩემი იყო ბანის მესამე რაუნდზე მინიმუმ 2% ძლიერი. იმიტომ რომ ბანის მეორე რაუნდის შემდეგ მეგონა რომ მესამე რაუნდს დადებს ალბათ სასწაულს მეთქი, მაგრამ ძალიან დიდი რეგრესი განიცადა ჩემთვის რა მესამე რაუნდი, ანუ მეორე და მესამე რაუნდს შორის რა. ალბათ მესამე რაუნდის ამბავში არ ვეთანხმები რა. იმაში უფრო დავეთანხმები რომ პირველი რაუნდი შეიძლება საკმაოდ ყოფილიყო, მაგრამ თუმცა მათი გადაწყვეტილებით, სამივე ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი რაუნდი მე წავიღე. ხალხის გადაწყვეტილებითაც რაც ნახე კომენტარები. საერთოდ რამდენად მომხრე ხარ რომ ეს ბეთლები იყოს ხოლმე ისე როგორც ახლა ანუ ჟიურის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, ანუ რამდენად რეალისტურია რომ ხალხმაც აი რამე პოლები რო გაკეთდეს თუ რა ვიცი რაღაც მაგდაბა. ამ მომენტს არ ვეთანხმები და იცი რატო არ ვეთანხმები რომ შეიძლება ვიღაცაზე მეტი აუდიტორია ყავდეს. ეგ პრობლემაა. ხო, ეგ თან შეიძლება ადამიანი იმ დონემდე გიყვარდეს რა და იმ დონემდე მოგწონდეს ბეთლს რო უყურებ, რომ შეიძლება მეორე მოუგოს, მაგრამ შენ რო ცალკე ადამიანი ხარ და მოგწონს უბრალოდ ვოუთი მისცე, შენ ვინც გიყვარს იმის გამარჯვებას. ხო, ანუ box office ტიპი ვინც არის, ის ყოველთვის მოიგებს მასე ხა მაგ ლოგიკით რა. და შენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბეთლ-ემსში, აი შენი თავის გარდა, შენ თავზე შეგიძლია თქვა, მაგრამ როცა აფასებ ბეთლ-ემსის შენ პონჩი ტიპი არის თუ არა ძლიერი, რა არის ძირითადი კრიტერიუმები, რითიც აფასებ? ჩემთვის flow დგას, რავი, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სართულზე რა, მაგრამ ბოლო დროს აზრი შემეცვალა, რომ flow და punchline-ების ერთმანეთში შერწყმა უნდა კონდეს ბეთლ-ემსის ძალიან კარგად. ჩემთვის ჯერჯერობით ყველაფერი ყველაზე კარგად ისევ ტახას აქვს. ჯერჯერობით. შემდეგში ნახოთ რა იქნება, შეიძლება ის ადამიანი ცოტა ამბარტამოტკი ჟღერს, მაგრამ მეც გავხდე და შეიძლება ვიღაცაც გახდეს, არ აქვს მნიშვნელობა. მოდი როგორ რაღაცას გითხრა, იცით, ბლიც კითხვები რო არ გამომივიდეს. სხვა MC რომელიც შენ წინ მდგარა. ვის უთქვას ყველაზე ისეთი punchline, რომელიც ყველაზე მეტად შეგეხო და თუ გახსოვს ეგეთი მომენტი. სიმართლე რო გითხრა, არ მქონია ეგეთი მომენტი. ანუ მე ვფიქრობ, რომ ვერავინ ვერ გამტეხა. იმიტომ რომ მე მქონდა მომენტი, სადაც არ ვამბობდი, ანუ პელეს ფრაზას გამოვიყენებ და არ ვამბობდი punchline-ებს, ვამბობდი ფაქტებს. მქონდა ეგეთი მომენტი, თუმცა ზოგს მქონდა ეგეთი მომენტი, რომ საერთოდ არ იყო ფაქტი, მაგრამ punchline-ად შეფუთა რა, ჩემ მიმართ. მე ანუ ვერავინ ვერ გამტეხა ეგრე როგორც მე სარკესთან ჩემ თავს გავტეხავდი რა. ყველაზე დიდი ოპონენტი მაინც შენი თავია ბოლოს. თელი საგაზე რაც მოხდა ბანიზე და ნიკისლოუზე. შენ კი რაღაც პონჩი რეფერენსი გააკეთე მაგაზე, მაგრამ იგივე რახან მანამდე ვთქვით რომ როცა ტიპი წინ გიდგას გამოიყენებ რაღაცას, რასაც შეიძლება ის კი არა რომ თქვა არ ფიქრობ, მაგრამ იმ ხელა აქცენტს არ აკეთებ. მთელი ეგ სიტუაცია, როცა ეგ ამბავი ხდებოდა დაწყებული მონტაჟიდან, მე რა გიგუნა ახსენა შენთან მიმართებაში კიდე და რა რეაქცია ქონა მაგ პერიოდში, ანუ იმას კი არ გეუბნები ვინმეს მხარეს იდექი თუ არა კონკრეტულად, მაგრამ შენთვის აი რას ფიქრობდი, რაც იმ დროს ხდებოდა მაგაზე? ნიკი და ბანის ბეთლზე მეკითხე. ხო, ანუ რაც სკანდალები რო გაიჩითა მე მაგაზე. რაც გამოიწვია იმაზე მეკითხე. ანუ რას ვამბობ, იცი, მაგ მთელ ამბავში მტყუან მართალი თუ იყო შენთვის ვინმე? ჩემი აზრით რაღაც დოზით სიმართლე ორივე მხარეს ჰქონდა. მე ვეთანხმები flow-ს გადაწყვეტილებას, რაც ქნეს კი, რა თქმა უნდა, თუმცა ალბათ მე სხვანაირად მოვიქცევდი. თუ ადამიანი დაიმსახურებდა hate-ს, დაიმსახურებდა ისევ თავისი სიტყვებიდან გამომდინარე და
უფრო აი ბანის ის სიმართლე შეიძლება ეკავოს რომ რატო ამომიჭრეს პანჩლაინი, თუმცა ნიკის ის სიმართლე უკავია რომ ყველგან არსებობს რაღაც მორალი. ეხლა ამას არ ვიძახი რომ ბანი ამორალურია და არა, მაგრამ ბეთლზე როცა დგება ჩემი აზრით სხვა ადამიანია საერთოდ. ბანი. ხო, ბანი. ხო, ეგ ეთყობა კი. ასე ტრანსფორმაცია ეწყება ხოლმე ეგრევე. რობოტია ჩვეულებრივი ბეთლზე რო დგება, ნუ всё, აი მე ბეთლის ფუნქცია მაქვს და მორჩა რა. და რა არის შენთვის რა არის წითელი ხაზი? აი წინასწარ ბეთლამდე ქონია ეგ პონტი რო აი ყველას უთანხმდა. ამას არ შეეხება. და რა არის წითელი ოჯახი? ოჯახი, არანაირ კონტექსტში რა. მოკლედ შენზე რო თქვას რამე იმ ხელ რეაქცია არ გაქვს რამდენადაც შენთვის საყვარელ ადამიანებს, ხო? აუცილებლად. ოჯახი, მეორე ნახევარი საყვარელი ადამიანი და всё, დანარჩენი წითელი ხაზი მიდიან და საძმაკაცოს просто არ უნდა თვითონ რო შეეხოს. აჰა, იმათ არ ვიღებთ, ხო? ან თვითონ არ ჭირდება რომ შეეხოს, თორემ მე არაფერს არ ვეთყვი. ხო. ოჯახი ახსენეთ, ანუ მამაშენს გაუკეთე რეფერენსი, ანუ მამაჩემის გაზრდილი ვარ და ასე შემდეგო. და ზოგადად ეხლა სანამ პოდკასტ დავიწყოთ, მე არ ვიცოდი შენ მითხარი რომ მოსკა მამაჩემი ავხიო რა რაღაცა. და გადაობს რომ რო აქციო ბრენდადო ჩემი სახელიო წელი ჩამირიცხო. ეკუთვნის. ხო, ეკუთვნის კი. დადის ბეთლებს. ვერ ახერხებს. სენაკში ცხოვრობს. იქ მუშაობს და მაგრამ ნიკიდა ბანის ბეთლზე იყო. ნიკიდა რა მაგბეთლზე იყო. ნიკიდა ბანის ბეთლზე იყო დრონის ეკრანში უყურებდა ბეთლს. მე იქ ვერ ხედავდი ვერაფერს. მესმოდა. ცოტა დავიძაბეო ისეთი ბეთლი იყო და კი მე ძალიან მეხმარება მამაჩემი რა. და არა მარტო მამაჩემი, ოჯახი მდგას ძალიან გვერდში და ძალიან ეგეც ერთ-ერთი ყველაზე დიდი мотиваციაა ჩემთვის, იმიტომ რომ აი გიგონა რო იყო შენთან პოდკასტში ის წახსენა რა, რომ სტუდიას მიწყობდა მამაჩემი და ანუ ძალიან მეხმარება, მეძმაკაცება რა. და ეგ ყველაფერი ჩემთვის არის, ანუ ალბათ ყველაზე კარგი მამა იქნებოდა ყველასთვის, არა მარტო ჩემთვის რა. ეგ მამაჩემი როა შეიძლება მაგიტო ვიძახი, თუმცა ეგ დამოკიდებულება მაქვს მე რა. ხო არა, აი ნიკის ლოუ რო იყო, აქ ისაუნდა რომ ჩვენი ძმაკაციაო რა, მარტო მაგის მამა კი ძმაკაციაო. შენი გოგო აქ? კი. შენ ნერვიულობ ხოლმე როცა გადის იმაზე ძალიან? იქ ხარ ხოლმე თუ არ მიდიხარ იქ? კი, სულ იქა. ერთი არ იყავი მაგრამ ფინალზე არის. და შენი რატო არ მიხვედი? მაინდა-მაინც ფინალზე. შენ უთხარი არ მოხვიდე? ხო, ცოტა დაძაბული ვიყავი ფინალ. და მამა შენზე როგორ ხარ მაგ პონჩი? მე მგონია რომ თვითონ არ გავუსწორდება. ჩემ პეთლზე დგომა, იმიტომ რომ მაინც მშობელია და ძალიან ისეთი ნერვიულობის ფაქტორი ალბათ იმას უფრო მეტი იქნება ვიდრე მე რა და მე ყველა პეთლზე ვეპატიზები ჩამოდი მეთქი და ეს არის. ხანდახან ვერ ახერხებს, ხანდახან შეიძლება ის ფაქტორიც აქვს რომ არ უნდა უბრალოდ იმიტომ რომ წინასწარ არავინ არ იცის მოიგებს თუ წააგებს რა თავის შვილი რა და არა მარტო შვილი ნებისმიერ არ იცის წააგებ თუ მოიგებ რა ნერვიულობის ფაქტორი ალბათ მამაჩემს უფრო აქვს ვიდრე მე მე დავიბრიდებოდი ეხა ჩემი შვილი ნუ ბიჭი რომელიც არის ეხა გოგოები ემსიობას არ დაიწყებენ მაგრამ ეხა ჩემი შვილი მაგალითად 4 წლის არის და რო წარმოვიდგენ რომ ბეთლი იქნება თუ რა ვიცი ეხა კალათბურთის თამაში იქნება რამე სპორტი ეხა რა ვიცი ძიუდოც რო კალათბურთი ძალიან გიყვარს ძალიან მე ძალიან მყავს პატარა ძმა მყავს მაგრამ ვინერვიულებდი რა მაგასაც შეეხო ბანის ხო ანუ კი და ანუ მე მაგალითად აი ოჯახური დამოკიდებულებაა ანუ სხვა არის რა ჩემი ძმის თამაშებზეც რომ მივდივარ რა ძალიან სხვა ნერვიულობა რა ძალიან სხვანაირად ნერვიულობა ანუ აბა მიდი და მაგრამ ყოველ ჯერზე რამდენჯერაც მოედანზე შედის როგორც მე ბეთლზე შევდივარ ავიწყდება იქ ყველა და ყველაფერი და მოედანზე რო შედის ისეთ რაღაცებს აკეთებს რომ მე მიგვირს რომ მეთქი ყოჩა ძალიან კაი მომავალი აქვს ჩემი აზრით რა აი ლუკასულ იმას მეუნება ყო არა რომ ვიდეოებს რო ნახულობს ხოლმე ძალიან კაი სვეგი აქვს ეგ ძალიან მნიშვნელოვანია კალათბურთში ძალიან კარგად მოძრაობს თან რა ეხლა ცოტა წონა აიკრიფა მაგრამ არა უშავს ხო, სვეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეხლა ვითუმეტეს აი მაგალითად NBA-ს თუ მიზნებ, იქ თუ აი
მაგას ანიჭებენ ძალიან დიდ მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, ეხა მოედანზე თუ კარგი არ ხარ, არანაირი სვეგი არ გიშველის, მაგრამ თან მოედანზე თუ კარგი ხარ და თან სვეგი გაქვს, ეგ არის ძალიან დიდი ბონუსი რა. თორე აი ხა მაგალითად თორნიკე შენგელია, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კალათბურთელია და თან მაგარიც არის. მაგრამ როცა NBA-ში იყო, ჩემ ეზრით ეგ გაკლდა, რაც აქ მაგალითად მამუკელაშვილს რა. აი ცოტა სვეგი, ადვილად ინტეგრირდა. ანუ შეიძლება იმიტომ რომ იქ გაზდილიც არის რა. გაზდილი რა, მაგრამ დიდი ხანია იქ გატარებული. მაგრამ ჩემი ძმა მამა იმიტომ არ ვიძახი კალათბურთშიც და რა მარტო კალათბურთში, ანუ განსხვავებული გემოვნება აქვს რა. ცდილობს რომ აი იქ ბეთლავს რა. ელაპარაკება რა. ტრეშტოკი ელოსება. ხო და ელაპარაკება, აი ძალიან გრუზავს ძალიან ცუდი სიტყვა, მაგრამ ეგრეა. მოწინააღმდეგეს რა და ისინიც ვერ მოდიან ასე რომ რას გვიკეთებს რა. იქაც როგორ არის, იცი, აი როგორც ბეთლემსიები არიან სხვადასხვა სტილის და სხვადასხვა მიდგომების, იქაც ტრეშტოკს აქვს სხვადასხვა სტილი და მიდგომა რა. აი ვიღაცა შეიძლება მაგრა ტრეშტოკაობდეს, ყველა ხვდებოდეს მაგას, იმიტომ რომ აი ჩხუბობს, ბუინობს თუ რაღაცა და ზოგი არის რომ შეიძლება აი კეიდის ახასიათებს მაგალითად შემოგხედავს რა და გვარს მაინც ერთ წამი და მენახე რა გვარი ხარ კაცო დაზიარებული. ეგეს ტრეშტოკია ხვდები? ოღონ ან ეს მინის გაგიკეთებს ან რაღაცა რა და კი ეგ სვეგი და ტრეშტოკი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ შეიძლება ტრეშტოკით ისე გააფუჭო ტიპი რომ ან გააძეონ ბოლოს და ვერ მოითმინოს და გარტყას და ან კიდე რავი გაფუჭდეს თელი თამაში და შესაძლებელი იყოს რა. ეგ მნიშვნელოვანია. შენი საყვარელი კალათბურთელი მაინც კეიდია. კეიდი ნუ ხა ჯორდანი all time რა და ეგ შეუცვლელი იქნება ყოველთვის, მაგრამ ანუ კეიდის მაგრამ ევასება ჩილ ტიპია და სხვათა შორის ბეთლ რეპი ევასება მაგრა რა და სუა ფინანსებდა ხოლმე მაგათ და მისულიც იყო იქ ხლა ოყლაყი იდგა იქ და მაგრა გულშემატკივრობდა კულტურას რა გაი ტიპია. ჩემი ძმა ვის გულშემატკივრობს არ ვიცი. შენი ძმა თუ ყოფილა ბეთლზე? ჩემი ძმა შენ ბეთლზე? არა. ბიჭო, ის რო იყო მოსული, იცი, შენ ხვიჩა, კვარაცხელია, PvP-ზე? კი, ვიცი და ჩუმად რო ყოფილი. ძალიან უხერხული მომენტი და ძალიან ისე დამემართა რა, რომ მოდის რა და უბრალოდ მეთქი ვინ არის და პროსტა ხელი ჩამოვართვი და გავიარე რა. და დიმა მეუბნება მე ნებიარეზე რომ კვარა იყო და მე ვეძებდი მთელი საღამო და ვერ ვიპოვე და მე მივწერე ბოდიში თუ რაღაცა მეთქი რა ვერ გიცანი მეთქი და არამუშავს რა ძალიან კაი პიროვნებაა, კაი ადამიანია რა. ჩამოფარებული არ ქონდა ისა? ხო, ანუ იმით იყო და მეთქი ვიღაცა მორიგი ფანია რა და ძალიან ისეთი მომენტი მქონდა, ცოტა უხერხულად ვიგზენი მე თავი, მაგრამ მე თვითონაც რომ მეთქი არამუშავს მე უკვე მეც მოვეში დავსტაბილურდი. ვაფშე როდის გადაწყვიტე რომ ჰიპ-ჰოპს გაყოლოდი და აი კონკრეტულად ბეთლ რეპი როდიდან გადაწყვიტე და აი ეგ იყო ძალიან ბუმ გადაწყვეტილი იყო რა ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპი მე მგონი სადღაც 13-დან 15 წლამდე ეგრე ვიყავი რა. რაღაცები ჩემთვის დავიწყე წერა რაღაცები სახში. მე რომ მივხვდი რომ ასე არაფერი არ გამოვიდოდა მარტო ამ ფრისტაილ ვიდეოები და რაღაცა პატარა საუნდ კარტა ვიყიდე რაღაც ჩემთვის პატარა სტუდიას ვიწყობდი და მე თბილისში რომ გადმოვედი უკვე სასწავლებლადაც რომ გადმოვედი და უკვე ჰიპ-ჰოპი რომ ძალიან შემიყვარდა ცოტა განვითარებისკენაც ვიფიქრე რა და უცებ გაიჩნდა PvP flow. თავიდან ყოყმანობდი რა და აი ბოლო ერთ კვირაში გადავწყვიტე, აი ბიჭებიც მაძალებდნენ რომ მიდი შეგიძლია და ეგ იყო ძალიან დიდი мотивაციაც რა რომ ჩემი ძმაკაცები რომ მეუბნებიან რომ შეგიძლია ძალიან სხვათა შორის დიდი წვლილი აქვს მაგ ყველაფერში ჩემ ყოფილ ჯგუფს 4-3-3 და გაგდოს. ნუ ბიძგი მომცეს კი ბიჭებმა რომ დავაი გადი. რატოაც არა მეთქი. ბეთლი პროსტა ხვდებოდი თავიდანვე რომ არ ვიყავი ბეთლემში. მაგრამ რატომაც არა აი ეს ქაისთან მოგების შემდეგ ალბათ ის დამემართა უფრო რომ აი ცოტა ისე რომ ვთქვა რომ სისხლის გემო ავიღე. თავდაჯერებულობისთვისაც. ხო, სისხლის გემო ავიღე და აი თოვლისთან ცოტა სხვანაირად გამოვედი მე შეიძლება ის ადგილების გაცვლით აღარ ჩანდა უკვე ის სიმწარე, მაგრამ ძალიან მწარე ვიყავი. თოვლისთან უფრო ალბათ იუმორისტულად ვიყავი უფრო მწარე თოვლისთან ვიდრე სიმწარე ბანისთან მქონდა უფრო ვიდრე თოვლისთან. თუმცა ერთ-ერთი ყველა საყვარელი ბეთლია ჩემთვის, ჩემი და თოვლის ბეთლი. რა რეაქცია ქონდა პირველად რო ნახე PvP-ის პირველი სეზონი აკაპელა? აი სუსუ პირველი.
ანუ შე რო პირველად შეხედე ძალიან პატარა სწორდა, არ გაგისწორდა. ძალიან პატარა ვიყავი და პირველი ვნახე Young Mike და ინემის ბეთლი. ხო. ერთ-ერთი ყველაზე პრაიმ ბეთლი, რა. და მეთქი რა საკეთებენ ძმები რა. და მე ვამოყავდი რომ ისეც არაფერს არ აძრობდნენ, რისი გაძრობას მე არ შემეცო, უფრო ამან მომცა ალბათ სტიმული რა. და დიდი სურვილი მქონდა, აი ბავშვობიდან ესე სიმართლე გითხრა, ველოდებოდი BPM-ი როდის დაიწყებოდა. აკაპელაზე გასვლის სურვილი არასდროს არ მქონდა. და უკვე რო წამოვიზარდე, ზუსტად მაგ მომენტში დაემთხვა, რომ BPM დაიწყო PvP flow. რატომაც არა მეთქი და იქიდან გადაწყდა, რომ გავსულიყავი ბეთლზე. ეხა ალბათ მორჩა ჩემი ბეთლების კარიერა. და საბოლოოდ რატო გადაწყვიტე მაინც? კი ნაწილობრივ შეეხე, მაგრამ აი მაინც რატო თქვი, რომ აღარ მინდა ბეთლემსირობა და რამ განაპირობა ეგ ყველაზე მეტად კიდევ ერთხელ? შეიძლება ბევრად კომფორტულად გრძნობ თავს რა. და სტუდიაშიც ბევრად კომფორტულად გრძნობ თავს და მგონია რომ ჩემ ტალანტს ვკარგავ bethlehem.com-ის დროს. რატომღაც ეგრე მგონია რა, იმიტომ რომ რაც შემიძლია ტრეკებში გავაკეთო, 5 მაგდენის გაკეთება მიწევს ერთ ბეთლში რა და შეიძლება მე ტრეკში ამომეწუროს მაგის შესაძლებლობა რა. და ვფიქრობ, რომ ბევრად კარგი არტისტი ვარ ვიდრე ბეთლემში. ეგ ბანიმაც აღნიშნა ეგ სხვათა შორის. რატის ბარის ვიდეოში აღნიშნა რაღაც ცალკე პლიც შეკითხვები იყო რაღაც, მაგას აღნიშნა და მეც ეგრე ვფიქრობ რატომღაც რა. არა მარტო მე, აი კოვას უკავია ჩემ ცხოვრებაში და ჩემ საძმაკაცოში ძალიან ისეთი და კოვაც მეუნება, რომ ბეთლემში არ ხარო ჩემთვის რა, ჯიმაო და კი მეთქი მესმის რატომაც არ ვარ, მაგრამ ძალიან მეხმარება თან რა. ლუკა ძალიან მეხმარება და ვცდილობს რომ გავაკეთო ჩემ შესაძლებლობებზე 5-ჯერ მეტი. და ეგ ძალიან მიხარია. მამაჩემთან ძმაკაცობს რა. სულ იმას მეუნება რომ ჩემი ძმაკაცის შვილი ხარო. ჯერ მე გამიცანი მეთქი რატო ვარ შენი ძმაკაცის შვილი. ეხლა ხანს Facebook-ზე დავდე კაზი ჯაზის ჩემი ქალაქი. და იქ რო იწყო შევეცი მასაც, რომელიც სადარბაზოსთანაც აფსავს და ასე შემდეგ. მე ფულარი ჩემი მამიდაშვილი ხა აქიციან, უკვე ბევრჯერ ვახსენე და იმისი ტრეკიც. ბიჭო და რო უყურე რა მივხვდი რომ ანუ მიუხედავად იმისა რომ მაშინ ეგეთი პიზდეცი არ ხდებოდა რაც ეხლა ხო ანუ ზოგადად ფილოსოფიაში. რასაც მაშინ აუდნენ გარკვეულწილად ეხლა ხდება რა და რო ვიხსენებ იმას რომელი წლები იყო და კაზიჯას რა ტექსტი ქონდა შიგნით. თითქმის ყველა თემა სენსიტიური იყო რა, ეხა ბირჟაზე ტიპით გაზათვალებს უკაჩაოს, მამაო ახსენა, რომელიც ფულებში ბანაობს და რაღაცა მრევლი უქნებს მარაოს. და მე ვფიქრობდი, რომ მეთქი აი ეხლა რაც ხდება მეთქი რა, ნეტა სად მინახავს ბოლოს ეგეთი სიმწვავე და სოციალურ თემატიკაზე რა, ანუ აი მნიშვნელოვანი. მაგრამ ალბათ მაგ დროსაც ეგრე იყო. რადგან წერდა. ხო, არა, რა თქმა უნდა, აბა საიდან წამოვიდა ეგ განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს პიზდეცი ხდებოდა და იქიდან ინერცია მოყვებოდა რა, მაგრამ მაინც აი ეხლა რამდენად არის ეგ ჟანრი, სადაც ეხლა არის თქვათ წნეხი ჰიპ-ჰოპერებზე მაგ პონჩი, თუ აი ბუნებრივად სხვაგან წავიდა ჰიპ-ჰოპი, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიპ-ჰოპერების როლი თუნდაც სოციუმში, აი გააჟღერონ ისეთი სოციალური თემები, როგორცაც ზაზანოზაძე რო აჟღერებდა, რომ ანუ ჩემ ქალაქში კი არ არის ბანკი, ბანკშია ჩემი ქალაქი და ასე შემდეგ. მაგის დეფიციტი თუ არის ახლა? ჩემი აზრით ცოტა არის მაგის დეფიციტი, თუმცა მაინც ყველა ტრეკი პროტესტი არ არის რაღაც კუთხით რა. ყველა რაღაც თავის ადგილას ამბობს მაინც. კი, ჰიპ-ჰოპ არტისტების სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, იმიტომ რომ დიდი აუდიტორია ყავს, მართლა დიდი აუდიტორია ყავს და თან არ ვიძახით ისეთ რაღაცას, რაც ალოგიკურია რა. და ძალიან აბსურდული და რასაც ვხედავთ იმას ვიძახით ყოველთვის რა. თან ბევრი ამბობს ნელ-ნელა რომ მივყვეთ და რომ გავიხსენოთ, ბევრი ამბობს რაღაც სათქმელს, თუმცა მაინც ნაკლებობა აი კაზიჯაზი ჩემთვის ერთ-ერთი ტოპ არტისტი ეხლაც არის საქართველოში. იმიტომ რომ ბევრი ისეთ თემას შეეხო, რასაც ბევრი არ შეხებია რა. ძალიან დიდი გამბედაობა უნდა ეხა მაგას, მაგიტომ რომ იმ დროს ეგ ხდებოდა, მაგრამ ანუ
იმ დროს რო სასულიერობაზე ბაზრობდა, ეგრე მწვავედ ბაზრობდა, თან ქუთაისში რო ცხოვრობდა, ანუ ბირჟას ოღონდ გასაგები ენახეს სწორად გაგება უნდა და ალბათ სწორადაც გაუგეს ეხა ტიპი რაღაც პონჩი კოლორიტი იყო ქუთაისის ეხა რა და ეს ხო არ ამბობდა რო თქვა ანუ კარგი ბირჟის რა, მაგრამ ანუ სწორ ტიპებზე კი არა, ანუ იმ თუნდაც ქუჩურად არასწორ ტიპებზე ამახვილებდა ყურადღებას და თუნდაც თვითონ მიაჩნდა სწორად რა რაც მიაჩნდა და ანუ მიუხედავად მაგისა რომ ამენტრო ტიპი მისულიყო და ეთქვა რომ ძმაო როგორ ბაზრობს ეს ახსნიდა მაგას კაცო, მაგრამ მაინც დიდი გამბედაობა ჭირდება მაგას რა და შეიძლება მე აღარ უსმენ ახლა ტრეკებს ისე როგორც ადრე უსმენდი თქვათ რა და ცოტა რაღაცა ოლთედი არასდროს ყოფილი ვარ, მაგრამ შეიძლება ახლა ვერ ვასწრებ ბევრი ტრეკის მოსმენას და შეიძლება მართლა არის ეგეთი რაღაცები, უბრალოდ რაღაცა მე არ მიდევს პულსზე ხელი, მაგრამ სადღაც არის დანაკლისი მაქვს. ფაქტორი რა არის კიდე იცი, ჩემი აზრით ერთ-ერთი იმ ჰიპ-ჰოპს და ამ ჰიპ-ჰოპს შორის რა სხვაობა. იმ დროს არ იყო იმდენად მეინსტრიმი ქართული ჰიპ-ჰოპი. ეხლა მეინსტრიმია რა და ბევრად მეტმა ადამიანმა გაიგო ქართული ჰიპ-ჰოპის შესახებ და ბევრად მეტი გათვითცნობიერ და ბევრად მეტი ჩაიხედა სფეროში და ეხლა უკვე ხალხს ესმის რა არის ჰიპ-ჰოპი და რა არის ბეთლი რაღაც კუთხით. შეიძლება ბევრი რაღაც არ ესმოდეთ. აი მაგალითად ამერიკულ ბეთლებზე ვსაუბრობდით მე და შენ სანამ პოდკასტს დავიწყებდით, იქ არის ბევრი ბედბარსები აქვთ, განბარსები აქვთ, რაც საქართველოში ცოტა რთულად მისაღებია რა, იმიტომ რომ იქ რო იზახიან გესვრი, აქ რო თქვას ტიპმა რომ გესვრი შეიძლება გაგეცინოს რა. აი თუნდაც აი ედლიბებს იყენებენ განბარსების რა ბეთლ კულტურაში იქ. საქართველოში ცოტა ეკრინჯებათ, მოდი ასე ვთქვათ, რა მსგავსი რაღაც. არ ვიცი რატო, ალბათ ყველაფერი ნელ-ნელა მიყვება ეტაპობრივად თავის განვითარების დონეს. ხო, მიუხედავად იმისა, რომ იქაც ტიპები არიან, რომლებიც განბარს ამბობენ, მაგრამ იცი რომ რასაც ამბობს, იმას არ გააკეთებს, მაინც იმდენად გეტოები და რომ მოდიან, ანუ кейსები აქვთ რა ტიპებს ზოგს რა, ანუ მართლა რეალური ჩარჯები აქვთ და ანუ ვიღაცები ნასროკალი ტიპები არიან და ასე შემდეგ. და იქ მართლა შეიძლება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი რამნათი არის ეგეთი არტისტი, ანუ ის არის ქრიფსიდან რა, ანუ ჩვეულებრივი ქრიფსი, ანუ გენგის ნაწილია რა, უბრალოდ ეხა გასაგებია რომ გენგში ეუნებიან რომ მოდი შენ ამ ფრონტზე იბრძოლე და ქრიფსების სახელი აქ გაიტანე, ახლა ლურჯი ბენდენა იქ აფრიალე და შენი საქმე ეგ არის რა და ჩვენ იმას გამოგრავთ რა ქვია იარაღს და ამიტომ იქ ხო, ანუ ჩემი ის იმხელა, ჩემი თოფი რო რაღაცა, ჩემი იარაღი იმხელა რო რაღაცა შენობის ხელთ, ანუ გადადიან უკვე არარეალისტურ რაღაცებში, მაგრამ კრეატიულად თუ ამბობენ, უფრო მიღებადი ტიპი. იქ არის ჩვენ კლასიკად იქცა უკვე ეგ რა, მაგრამ აქ გეთანხმები რომ სხვადასხვა შორის მოვისმინე რომელიღაც ბელში არ მახსოვს ზუსტად რომელში. შეიძლება არ იყოს მძიმე პანჩლაინი, თუმცა აი ქართულ ჰიპ-ჰოპს აკლია ესეთ პანჩლაინები ჩემთვის, იმიტომ რომ კრეატიული აი ეუბნება ოპონენტს, რომ სარკეში ჩახედვის მრცხვენიაო, იმიტომ რომ იქ შენ ყველა გოსტრაიტერს ხედავ. ჩემთვის ძალიან კარგი პანჩლაინია და კრეატიული რო ალბათ მაგიტო რა. თორე შეიძლება ძალიან მწარე არ იყოს რა ვიღაცისთვის. ეს აკლია ქართულ რეპ ბეთლებს ჩემი აზრით. კი და ეგ დამატებით კიდე რაღაცები შეძენდა და თვითონ მცირების პონჩიც კაი კომფორტული ზონა იქნებოდა რა, მაგრამ ეხლა მეორე მხრივ ისიც მესმის რომ ტახან თქვა თავის დროზე რომ ანუ ჩვენთან რაც შენ თქვი პრინციპში ეგ რომ ანუ იქ რო ჩიკაგო დრილია, ანუ დრილი მართლა დრილია იქ რა, ანუ წავიდა იქ რაღაცა იმის უბანში ფოტო გადაიღო და შეიძლება იმის გამო რომ დისრესპექტი გამოეჩინა და იმის უბანში წავიდა და იქ აი ვიდეოს წერდა და დავდივარ აქ შეიძლება გააგორო ტიპი რეალისტურად და თვითონ ვიდეოებიც კიდევს რა, როგორ ბრიდავენ ტიპს იმის გამო რომ იქ მივიდა. ამიტომ იქ სულ ცუდიც არის, რომ cloud-ს ეწირება ძალიან ბევრი ადამიანი და არ მომწონს ახლა ნამეტან self-snitching-ს რო თავი გავანებოთ, ანუ იქ კიდე თავიანთი პრობლემები აქვს, მაგრამ აქ ეგ პონტი ახლა ვერ იქნება. აქ ალბათ ცოტა სხვა რაღაცები უნდა იყოს და მე ვნახოთ ახლა მასე ისიც არ ეგონათ, რომ თავის დროზე როცა პირველი ის გაიჩითა ახლა აკაპელა, ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ დღეს რასაც ეუნებიან MC-ები, ამდენად მასიური გახდებოდა და ამდენი ახალგაზრდა ნახავდა. აი დაჰამ თქვა ეგ შესაძლოა ძალიან კარგად და ორაზრო უნდაც შეიძლება მეტი აზრიც გააჩნდეს, რომ მარტო ჰაი-ჰეტი არ არისო დრილიო რა. ზუსტად, ნუ აი კი ყველა მიცი დრილის ჰაი-ჰეტი როგორ იწერება რა. მაგრამ დრილი სხვა რაღაცა რა, იქ ამერიკაში სხვანაირი კულტურა აქვს საერთოდ. მე არ ვეთანხმები სიმართლე გითხრა. იმიტომ რომ ქართული მენტალიტეტი მაინც მოგზდევს ყველას რა და ჩვენ ცოტა სხვანაირი გულის გვაქვს რა. ცოტა კეთილიერი ვართ რა. ხო, ცოტა სიბოროტის გვერევა ხანდახან. სიბოროტის ყველაზე ცუდი რაც არის ხანდახან სიყალბე გვერევა. ხო. აი სიყალბე როცა არის ეგ ყველაზე მეტად ეგ მეხება ხოლმე, რატომღაც ეგ არ მომწონს ხოლმე რა. ანუ მაგრამ
ხო, ხდები ხა მეც კი მაგალითად რა იმის გამო რომ ხა თავის დროზე 90-იან წლები და იქ უბანი იყო რაღაც არასდროს ხა მაგ ცხოვრობ, მაგრამ ძმაკაცები ხომ ყავდა რა, ხა მე ფეხბურთელი ვიყავი, ისინი ქუჩაში იყვნენ, რა ვიცი, ისეთები ხდებოდა თან მაშინ, რასლო ბარაკობ, მაგრამ ეხაც არ შემილია რომ Facebook-ზე რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ტიპი ვაგინო. ხდები და მაგას რომ ხედავ, ანუ სულ ფიქრობ რომ ბიჭო ტიპი რომ შეგხვდეს მე. მაშინ მანდაც უნდა უთხრა ეგ და თუ მაგას არ ეუნები და რაღაცა პირადული სალაკ შენზე მოყენებული, ანუ ვერ დავწერ Facebook-ზე ისეთ რამეს, რასაც ტიპს პირში არ ვეტყვი. ხო და ის პრო პირში უთხრა, ის ხო ბუნებრივად უნდა მოდიოდეს და თუ შემიძლია რომ ტიპზე ჩემი აზრი გამოხატო დავაჭო ისე რომ რაღაცა პირადი რაღაცა თუნდაც რა შევაგინო და რაღაცა, მაშინ არც Facebook-ზე არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სულ მგონია რომ იმის გამო რომ მე როცა ვიზდებოდი მაშინ ყველაფერი პირისპირ ხდებოდა, ჯერ კიდე მანდ ვარ. და ჩემი აზრი კიდე როგორ დავაწერ, რასაც მე ვერ ვიტყვი. ჩემი აზრი კიდე როგორ არის, იცი, რომ შეგეძლოს პირადად მაგის თქმა, Facebook-ზე მაინც არ უნდა გააკეთო და ონლაინ სივრცეში ზოგადად მაინც არ უნდა გააკეთო. ხო, ეგეც არის რა, მაგრამ ის მაინც არის, რომ თუ მაგას წერ, მაშინ შენ სიტყვაზე პასუხისმგებელი უნდა იყო. და თუ ტიპი შეგხვდება და გამოგიქანებს და გლეწოს მაგისთვის ზად უნდა იყო. აქაგინო და მე იქ შეგხვდეს და თავზე დაგალეწოს და მე გავარდე და რაღაცები დაიწყო, ეგ ჩემთვის ცოტა გაუგებარი რაღაცა არის რა. ჩემთვის ორ პირობასაც ნიშნავს მსგავსი რაღაცა. იქ რომ პირში უყიმი და შეიძლება ონლაინ სივრცეში აგინებდი. კი ბატონო. ეგეც თემა. ეხლა old-school-ი ვახსენეთ ჩვენ და ვინ არის შენთვის საქართველოში, ჯერ საქართველოში დავიწყოთ. საქართველოში old-school-ის პონჩი, აი ვინ გევასებოდა როცა იზდებოდი, ან თუნდაც მაშინ არ უსმენდი, მაგრამ აი უკანა გადასახედიდან რომელი არტისტები გევასებოდა. კაზიჯაზი ვახსენეთ ერთ-ერთი აუცილებლად. შეიძლება მე არ უსმენდი, მაგრამ არ შემიძლია რომ არ ვაღიარო რომ დიდი წვლილი უკავია ქართულ ჰიპ-ჰოპში შაუ პრინცს. კლასიკა. ბევრი არ მახსენდება სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ბანდის ნათლიასაც საკმაოდ დიდი წვლილი უკავია ქართულ. ბედინას ხო? კი, ბედინას. კი. 8 ჯერ შენი დედა შევეცი, იმას რო ურტყავს, მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა თუ რაღაცა. ხო, მაგ დროისთვის, მაგრამ ჩემი აზრით მაგ დროისთვის ეგ new school-ი იყო. იმ დროისთვის კი? ხო. ეს ჩვენი გადმოსახედიდანაა old school-ი რა. მაგ დროისთვის კარგ hip-hop-ს აკეთებდნენ და კარგ მასშტაბებზეც იყვნენ მაგ დროისთვის გასულები რა. ნუ ეხლა უკვე სხვა საკითხია, ეხლა უკვე გაიზარდა ძალიან ჰიპ-ჰოპი საქართველოში და მიხარია ძალიან ეგ ფაქტი და ეხლა უკვე სხვა მასშტაბებზე ვფიქრობთ ყველა არტისტი რა და ცოტა სხვა მწვერვალები გვინდა დავიყუროთ რა. და ეგ ბუნებრივიცაა ჩემი აზრით რა. ვინ არის შენი აზრით საქართველოში იმ პოტენციალის მქონე, ოღონდ მარტო ნიჩს მაგას ვერ მიაბავ, იმიტომ რომ ენობრივი ბარიერის თემაა. მაგრამ აი ვის აქვს იმისი მონაცემები რომ გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე. მე არ ვამოფრა ეხა ამერიკაში ტოპ არტისტი გახდეს, მაგრამ აი საქართველოს იქითაც რომ გააღწიოს და თქვა ინგლისურად გარეპოს. რა ვინ არის გეგულება ეგეთ ვიზაც იტყვი რომ აუ აი ეს ამას აქვს მაგის პოტენციალი. მეგულება ადამიანები, რომელსაც შეიძლება ენობრივი ბარიერი ქონდეთ, თუმცა რო არ ქონოდათ ალბათ გავიდნენ, მაგრამ მეგულება საქართველოში ადამიანებიც, რომლებიც დიდი შანსი აქვს, რომ გავიდნენ რა, აი ნიკისლავა მაგალითად. და მაიკლ. სხვა მუსიკას აკეთებენ. ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენ მუსიკას აკეთებენ, რა. ჩემი აზრით, დიდი შანსი აქვს. ტაჰასაც ძალიან დიდი შანსი აქვს, იმიტომ რომ ტაჰასაც არ აქვს რა, ეგ ძალიან კარგად იცის ინგლისური, რაც დღეს ქართული, ანუ ქართული კი არა ჰიპ-ჰოპის ყველაზე მთავარი ნაწილია რა მსოფლიოში. საქართველოს შეიძლება არ იყოს, თუმცა მაგრამ ის აზრიც გამაჩნია, რომ არ არის აუცილებელი გავიდეს მსოფლიო ბაზარზე ტიპი, ვინც ინგლისურად იბაზრებს. მაქვს ის აზრიც, რომ შეიძლება გავიდეს ტიპი მსოფლიო ბაზარზე, ვინც უბრალოდ ქართული ტრეკი გააკეთა. და ვინ არის ეგეთი შენი აზრით? ვისაც აქვს მაგის პოტენციალი? ხო, ანუ აი ვისაც შეუულიათ, რომ იმიტომ რომ მეც ეგ მინდოდა შემდეგ კითხვა იგვინა და დამესვა, იმიტომ რომ მაგალითად არსება აი ფრანგები რო ავიღოთ ხა. საქართველოში უსმენდი ფრანგებს, ბოლო-ბოლო საქართველოში უსმენენ, ანუ რა ტრეკებს თავის დროზე ეს ეხლა ესმის უმეტესობას რა ინგლისური, მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც ანუ არ გვესმოდა. სხვებსაც არ ესმოდათ რა, მაგრამ უსწორდებოდათ, ხო? რავი, B.I.G, Tupac და ასე შემდეგ და ქართული შეიძლება გავიდეს როგორც ფრანგული შესულ ამერიკულ ბაზარზე, როდესაც საერთოდ არ ესმოდათ ისე არა როგორც ეხა იქაური ლოკალური ტრეკები, მაგრამ მაინც მიიღეს და
გეთანხმები Young Minds-ზე, მაგრამ Young Minds-ზე უფრო მეტად გეთანხმები, რომ ენა იცი ძალიან კარგად და ის კულტურა იცი ძალიან კარგად რა, ანუ ამერიკის პონჩი და ხო, Young დიდი ხანია თან ინგლისურ მუსიკასაც. ხო, აკეთებს ამ და ფრისტაილი მაგისი, NIC-ის და კიდე ვიღაცა ორი რო იყვნენ. აუ, NIC გამოფშა სხვათა შორის. ხო, NIC-საც აქვს. იმიტომ რომ ჩვენი ლილქიმია. Polyglot MC, თვითონაც Adlib-ი აქვს მსგავსი და ძალიან, ანუ NIC შეუძლია ესპანეთის მასშტაბზეც გავიდეს, ესპანურიც ძალიან კარგად იცის, ანუ ბევრი ენა იცის, კი, ნათიან ბევრი ენა იცის ძალიან. ესპანური არ ვიცოდი. Polyglot-ი 4 ენას ნიშნავს, ანუ 4 ენა მინიმუმ იცის. ანუ მეც პოლიგლოტი ვარ, მეც ვიცი 4 ენა. მაგრამ ორი აქედან მშობლიური არის, ხა მთლად ეგრე არ გამო, ანუ ცალკე 4 ენა უნდა იცოდი ალბათ, მაგრამ ეგ სამი ვიცი მარტო. რომელი ორი მშობლიური ენაა? ქართული და ჩერქეზული, დედაჩემი არის ჩერქეზული. ჩერქეზული? ხო. ჩერქეზული ხა მამეთ კავკასიური ენებია და თან ურთულესი ენა. თუ ითვლება ეგრე, მაშინ მეც ორი ენა ვიცი, მშობლიური. ანუ ეგრე 4 ენა ვიცი მაშინ. ეგრე გამოდის. ეგრე გამოდის. გავერიეთ პოლიგლოტების თუ სოფლებში, ხა მთლად ეგრე არა. მაგრამ ალბათ მეგრული და ჩერქეზული არ ითვლება. ხო. წესით არა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ესე ჩერქეზული თუ იცი, ანუ იმდენად რთული ენაა, რომ ჩერქეზული თუ იცი, არც ერთი ენაზე პრობლემა არ გექნება. სხვადასხვა არ შემხედრია ადამიანი, ეხლა შენ გარდა არ შემხედრია ადამიანი, ვისაც უთქვამს, რომ ზოგადად ვიცი ჩერქეზული. ხო, ანუ თვითონ ჩერქეზებიც უკვე ძალიან ცოტანი არიან და თვითონ ჩერქეზეთიც არ არიციან ჩერქეზები რა, იმიტომ რომ მაინც რუსეთის ფედერაცია და ასიმილირება ხდება, შეერივნე, კარგავენ, მარტო სოფლებში ბაზრობენ. ამიტომ როცა ჩავდიოდი ხოლმე, კი ხა აღარ ჩავა, მაგრამ როცა ჩავდიოდი ხოლმე სულ ეგ უსწორდებოდათ და უკვირდათ რომ ვაზე ხარ ბიჭო, აი ჩვენთან ტიპებმა ჩერქეზული არიციან. და ანუ ამან საიდან იცის, მაგრამ ნუ იმიტომ რომ დედაჩემთან ბაზრობდი ხოლმე და პირველად დავიწყე ლაპარაკობს ჩერქეზულად მე რა და მაგანაც განაპირობა. ამიტომ მე ენებთან მიმართებაში აი აქცენტის გარეშე ჯერ მალე ვითვისებ. და აი რომ ჩაუჯდე ხა ესპანური იქნება თუ იტალიური, ერთი მაგათ პაროდიას ისე ვაკეთებდი რომ ბერს ეგონა რომ მართლა ვიცოდი ეგენები რა. მაგრამ მაგ მუღამს სულ ვიჭ იმდენად რთული ასოები არის ჩერქეზულში, აი და რაღაცეები და რომ ბაზრობ ძალიან ისე გესმის რა, ანუ მე შენ მიყვარხარ, იცი როგორ არის? და ხა მაგას რო იტყვი, მაგის მერე რა არ უნდა თქვა. მაგის მერე იმას ვერ იტყვი, რომ პარტიდოლა siempre te lo digo contigo. აი ზესუნს ის არის რა, სემიჩი. არ მე ბავშვობაში რა უყურებდი რა, მეგონა რომ იცოდი. არა ხო. ესეც აშაშებდი რა. და მეთქის ანუ მაგრამ აი ეს აქცენტი რომ შემეძლო ხოლმე დამეუღამებინა ერთხელ მახსოვს რომ რაღაც კონფერენციაზე ვიყავით სადაც სინქრონ თარგმანის ტიპი იყო რომელიც იყო შექსპიროლოგი პაходу და რაღაც ჰქონდა საშინელი აქცენტი და მე რო იქვი და მაგის ინგლისურის მეოთხედი არ ვიცოდი მაგრამ ნუ რაღაცებს იქ სტუმრები რა you know this time and make it work რო ვიტყოდა აუ ამათ ეგონათ რომ აი მან იცისო და ის კიდე ლაპარაკობდა აი გენიალურად იცოდა ინგლისური მაგრამ but it's happening to the going and რაღაცა და ანუ ეგონათ რომ ანუ ეს ისე რა ეხა ვინც ქართველები იყვნენ ეგრე უყურებდნენ თორე ისინი კი ხვდებოდნენ ეხა ვინც ის და ვინ არა აი მაგ თემას დაუბრუნდები რომ მაინც მაგაზე ვრჩები რომ ნიკის და მაიკლას ერთერობით ყველაზე მეტად შევწყვეტ და NIC ხო. უბრალოდ NIC იმიტომ არ ვთქვი თავიდან, რომ მუსიკაში ძალიან პასიური გახდა ბოლო დროს რა. დაუჯახდა. ხო. არა, YouTube-საც მიყვა და ეს ალბათ უფრო მე გამისწორდებოდა რომ მუსიკას დაუბრუნდეს ისევ. ნიჭიერი გოგოა, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს თან ახლა. კი. კიდევ ერთხელ არ დავიღლები იმითი რომ იქნებ თუ კიდე არ ყავს სპონსორი და რომ წავდეს დამატებით კიდე არ შეუშლის ხელს იმდენ რომ ძალიან ბევრი გამომწერი იყოს ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს აი ის აქ იყო რა მოახსენე რა ქვია მშვენიერად კი არა და რა ნებიერიცე კაცო ჩემთან იყო სტუმრად მაშინ ამის წინა პოდკასტში და მან დამომდა რომ ანუ ყვარა და საქართველოს ნაკრების ტიპები ანუ მაგას უსმენენ ხოლმე რომ ბეთლები ხო ძალიან უყვართ და იქ რო ის გაშლის ხოლმე თემებს და რაღაც არგუმენტირებულად ბაზრობს ანუ ძალიან იზრდება ხალხი რომელიც ახალი შემოსულია კულტურაში მისი მოსმენით რა ხანდახან მეც მაგრამ აი იქნება თუ მუსიკაშიც იქნება კი აი მეც მაგ ხანდახან ნათიას პოდკასტს რო უყურებ ვა ნუ თუ მართლა ეს იგულისხმობ მეთქი ამებში მაგრამ მე რატო ვერ მივხვდი მეთქი ხო ჩემ ლაინზეც კი მქონია დედასპიცალა რომ ვა მეთქი ანუ რამდენი აზრი ქონია ჩემ ლაინზე და მე ერთი აზრით რატო ვთქვი მარტო მეთქი მაგაზე სულ მახსენდება ხოლმე აი ექსპერტები რო არიან კინოკრიტიკოსები და მაგის სიმბოლო ხო გოგი იყო ჩვენთან გვახარია кайხანი და
ფილმები ისე გაუშვია, რომ ხანდახან მიფიქრია, რომ მეთქი რეჟისორი რო უსმენდეს მეთქი ახლა საკუთარ ფილმზე იტყოდა, რომ ვა, ეს რა მაგარი რამე გამიკეთებია, იმიტომ რომ ხანდახან ისე წააწყოს, აი ენა ისაც აქვს ეგრე, რომ ისე მაგრა შეუძლია გაშალოს, რომ გინდა შენი იყოს, გინდა სხვისი იყოს, იტყვი, რომ ვა, საღო, ხდებიან. და კარგია რა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ რაც უფრო მეტად იქნებიან ადამიანები გათვითცნობიერებული, მით უფრო ნაკლებად გაიმაზება კაი ფანჩები თვითონ ბეთლზეც და ბეთლის მერეც. იზრდება რა მაყურებელი და ეგ ძალიან მაგარი რამე არის. ხო და რავი, ენაისზე მეც გეთანხმები, რომ კარგი იქნება თუ ტრეკებით შემოვა და ასე შემდეგ. ისე რამდენად განაპირობა შე რო თქვი, რომ ეხა ოჯახს არ უნდა შეეხონ ბეთლების დროს და რაღაცა მოლაპარაკებების საგანზე რო ბაზრობდი, ენემის და იმ ბიჭის სახელი აღარ მახსოვს, ვისაც ლეწა ენემი მერე. გახსოვს აი სოლონი. სოლონი, ხო? სოლონი. აი მაგ მომენტმა რამდენად იმოქმედა შემდეგ სხვა არტისტებზე, რომ ეგეთ სენსიტიურ თემებს არ შეხებოდნენ. დარწმუნებული ვარ ზოგზე იმოქმედა, მაგრამ ზოგზე საერთოდ არ უმოქმედია, იმიტომ რომ თავიდანვე ეგაზრი ქონდა ზოგს. იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემზე არ იმოქმედებდა, იმიტომ რომ თავიდანვე მაგაზრით დავიწყე რა. თავიდან საერთოდ იმაზრით დავიწყე, რომ მეთქი არანაირი ბილწი სიტყვა ჩემ მიმართ მეთქი, მაგრამ მე მივხვდი, რომ ცოტა სპორტია რა, და პირადზე არ მეხებ ბოლომდე რა, ეგ ამბავი რა. შეიძლება ცოტა მეწყინოს, მაგრამ ვერ გამტეხავს ეგ ამბავი რა. იმუნიტეტია რა. ბოლოს მაინც ეგრე გამოდის. ეხლა უკვე გააქვს. თავიდანვე ესე არისო, დროთა განმავლობაში შეიძინა ეგ. კი, აი ქონდა მომენტი, აი ტაჰას ჩემთვის არაფერი საწყენი არ უთქვამს. და ბევრად უფრო დავიძაბე, თუმცა აი ბანიმ შეიძლება ბევრად მეტი საწყენი დამემიწყრა, მაგრამ ვერ გამტეხა რა და აი ჩვეულებრივად უსმენდი რა მეთქი ვერაფრით ვერ გამაკვირო ეგეთი სახე მქონდა რა. რამდენად კმაყოფილი ხარ ზოგადად სადაც არის ახლა ქართული ჰიპ-ჰოპი? ან ყველა განხრით, თავისი PvP, თავისი ანუ განვითარებას შევხედავთ. ალბათ კმაყოფილი შეიძლება რომ არ ვიყო რა, იმ დონემდე აიწია, თუმცა მაინც ბევრად მეტი შეუძლია რა და არ არის მარტო ჩხუბი ჰიპ-ჰოპი. თუნდაც აი ხო პროტესტია რა, მაგრამ მარტო პროტესტიც არ არის ჰიპ-ჰოპი რა. თუნდაც ბევრი უცხოელი არტისტი აკეთებს, თუნდაც love story ტრეკებს რა. აი რატო არ აკეთებს საქართველოში არავინ მე მაგას ვფიქრობ რა. ერთადერთი ალბათ აი მოდერნიზებულად კი რამე აკეთებს. ხო, ეგ არ ვიცი. ხო. ნახო. love story-ებს? love story-ებს რა, მაგ განხრას, ხო. თან თავის ხმას უხდენს ძალიან, თავის მუსიკას რას აკეთებს. ჩემი აზრით თავის სტილი იპოვა რა, მაგან გამოიწვია ყველაფერი, რომ კარგ ლეველზე დგას თავისთვის ნერჯერობით. მე შენ old school-ზე გითხე, მაგრამ new school-იდან ვინ აი ახლა ვისი მოსმენა გისწორდება რა. უახლოესი რა, 5-7 წლის განმავლობაში, აი კაია კატას ეპოქა რო დაიწყო, იქიდან მოყოლებული დღემდე. ამ ქართველებს მოგითხე. ქართველებს. აი ვის გაგისწორდება, რომ აი მანქანაში ხარ, სახლში ხარ, აი ჩართო და მოусმინო. ხშირად უსმენ ნიკის. იმიტომ რომ ნიკის ჰიპ-ჰოპში ვამჩნევ, რომ ბოლომდე ქართული ჰიპ-ჰოპი არ არის. ხშირად უსმენში ოღონ იმას გულისხმობ, რომ უბრალოდ ყველა სიახლეს ვნახულობ რა. შეიძლება ასე ყოველდღე ყურსასმენში არ უსმენდე რა. უსმენ ტაჰას. იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან განვითარდა ბეთლების მერე. ბევრად განვითარდა. კაი, ზედმეტად კარგი ლირიცისტია ჩემთვის. ყოვას მოსმენ YB აქვს სასწაული ძალიან რა. სულ რეივია, სულ. ყოვას რეგები არის ყველა აი. და ალბათ სტეიჯზე ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს. ყოვა დღეს საქართველოში და ყველაზე მეტად შეუძლია სტეიჯის დანგრევა. ჩემთვის შეერჯერობით ეგრეა და ყველაზე კარგი შესრულება აქვს სტეიჯზე. მე რო ვიყავი მოსული თქვენი ბეთლიო დამთავრდა ხო იყო სტეიჯზე უბერავ და ძალიან საკაიფო იყო. მე არ მქონა მოსმენის ხოთაშურის მისი ტრეკები. ადრე მომასმენი და უორწდები იანგმა და აღარც მახსოვდა. ეხლა დებს ძალიან მაგარი იპსდებს რა. 4 ტრეკიან იპსდებს. ძალიან მაგარი იპია რა. საკოასგან მეტი სიახლე მინდა მე სულ ყოველთვის. ბიჭო, აი, სხვებსაც ვკითხე, ვინც იყვნენ მოსულები რა და
კუამ ადრე იბაზრა რომ გვინდა რომ ლეიბლი გავაკეთოთო. ხო და ეხლა კი ვიღადავე რომ მეთქი გია სურამელაშვილი გენგსტერებია მეთქი მაგრამ ნუ გენგსტერები კი არა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს მეთქი გენგსტერების ოღონ თუ რეპს გადავდებ გვერდზე რა და მავანთენად კი ჩაწერა რაღაც მაგრამ ფანოღი რომ დავიკიდოთ და მარტო აი ამ ოქროულობებით, ფულით, დაცვით და რაღაცებით რო ავიღოთ ხო მაგრამ მე გადავობთ ეხლა სერიოზულად რომ შევხედოთ ამას რა როგორ შეიძლება ფიქრობ სულ იმას რომ ჰიპ-ჰოპ არტისტებმა საქართველოში იშოვონ მაყუთი რა. ანუ ისეთი რომელიც თქვათ უკვე ანუ მარტო იმაზე კი არ იქნებიან რომ აი რაღაცა ელემენტარული რაღაცები დაიკმაყოფილონ. მენა მაყუთი რო გაიწევს. ალბათ ჯერჯერობით ძალიან რთული საკითხია ეგ. ხო მე აი ლეიბლის გაკეთებას ვაპირებო კუამ და მაგითი და შე როგორ უყურებ ანუ გაგისწორდება რომ ლეიბლი გააკეთოს იქნები იმ ლეიბლში. კი. არის რაღაცა იდეები და ყოველთვის მაგით ვიგულისხმარ რომ ყოველთვის გვერდში მიდგას ლუკა და ლეიბლი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსავლის წყაროა ჰიპ-ჰოპში რა, მსოფლიო ჰიპ-ჰოპში და საქართველოშიც მე მგონი პირველი ლეიბლია, თუ სწორად ვიცი. კი, მე მგონი პირველი ლეიბლია. საინტერესოც იქნება, ახალი გამოცდილებაც იქნება. აი ეხლა თუნდაც open air-ზე დგება PvP და მეც ვიქნები და ბევრი ყველა არტისტი იქნება თითქმის, ანა ეგეც ძალიან დიდი მიღწევაა რა ქართული ჰიპ-ჰოპისთვის, ანა ალბათ ლეიბლი უფრო განავითარებს კიდევაც სფეროს. ეგ აზრმრჩება მაინც საბოლოო ჯამში და ბიუჯეტურ თემაშიც, ანუ გაზდის ბიუჯეტს. დიდი ალბათობით. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. მინდა რომ ეგრე მოხდეს. გოგოებიდან ვინ შეგიძლია NIS-ი ჩვენ აღვნიშნეთ, მაგრამ გოგოებიდან თუ შეგიძლია ვინმე გამოყო NIS-ის გარდა არის კიდევ ვინმე ისეთი? კი, არის. მაგრამ ჩემთვის ყველაზე ალბათ უბრალოდ გემოვნების საკითხია, ყველაზე კარგი მუსიკას ჩემთვის NIS-ი აკეთებს გოგოებით. იმის მიუხედავად რომ აღარ აკეთებს. ხო. არიან კი კრისი არის Candy თუ სწორად ვიძახ მე მგონი Candy-ც არის და NIS სალი ბეთლი კიდე არის. გოგოების დისტრეკებს ნახავდი სიამოვნებით, მაგარი იქნებოდა Foxy Brown-ი და Lil Kim-ის პონჩი რო ვიღაცა გაიჩიტოს აქ რა, მაგრამ მე მგონია რომ ეგეც მოვა რა, თაობების თემაა, ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება და რაღაცები რაც მანამდე ტეხავდა, ეხა წარმოუდგენელი იყო თავის დროზე, კი იყო საფეხბურთო გუნდი ქალების და დადიოდნენ ხოლმე ჩემთან ზუბან სტადიონზე, ანუ ვარჯიშობდნენ ხოლმე ესენი, მაგრამ ну აი მაინც როგორი პონტი იყო იცი გოგო ხარაგინა ფეხბურთზე შვილო და მაგრამ გოგოს ფლექსი ჩემი აზრით ძალიან უხდება ჰიპ-ჰოპს. ძალიან უხდება ჰიპ-ჰოპს. და საქართველოში მაგის ნაკლებობაა. სალი ბელტიც, სალი ბეთლი, ხო, ბეთლი, ბელტი რა იყო და სალი ბეთლიც მახსოვს რაღაცებს აკეთებდა და ძირითადად ზაზანოზაძე უკეთებდა, მგონი პროდიუსინგს, ხო მაგას? თუ ვინ? არა, ზაზას შეყვარება მე მიყო, ხო, კატა რაღაცა სუმაროდან მაგოგო სახელიც მახსოვს. კრისი ეგ არის. კი, მეუღლე ზაზას. მეუღლე ზაზას. ხო, იმიტომ რომ მე აი რო არ ვიცი კარგად რა, ანუ სულ მიხარია ხოლმე, იმიტომ რომ ყოველთვის მიხარია, როცა გოგოებიც ანუ ნებისმიერი რამე რაც მანამდე ტეხავდა და რაც მოსულა, ჩემი გადათვალიერებით რაც მოსულა, მან დრო ეგ პონტი იჩდება, ეგ ძალიან მიხარია რა, იმიტომ რომ ერთადერთი მე გოგოების პონჩი მე მახსოვს ერთხელ ხოთი რაღაცა ივენტზე, რომელიც იყო მოწყობილი სადღაც იქ ფიქრის გორაზე თუ რაღაც ბარი იყო და თვირქის ის იყო რა ქვია, კონკურსი. ძალიან დახურული ფართი იყო და აი თვირქში ეჯიბრებოდნენ გოგოები და იმის იქით მე არ მახსოვს რომ არ მახსენდება რაღაცა ივენტი სადაც, მაგრამ ეხლა უკვე გეუნებ თვითონ გოგოებსაც ისე მოწონთ ბეთლები და რო უყურებენ. ეხლა მაგას ვინ წარმოიდგენდა, როდესაც პირველი სეზონი ჩატარდა PvP-ს, რომ ეხლა შემიკვეთეს, ამ ძალიან თხოვეს ბავშვებმა მარტვილიდან, რომ გამოსაშვები ზარი გვაქვს და იქნებოდა დაგვეხმარო ორგანიზებაში და ნუ დიდ რაღაცას ვაპირებთ, ანუ კულტურის სახლს გირავენ და იქ საათნახევრიანი პროგრამა უნდა იყოს და ერთ-ერთი რაც შევთავაზეთ, უბრალოდ თვითონაც მან ტრიალებდნენ, მაგრამ მივხვდი რომ უნდათ PvP-ს გაკეთება იქვე. და ის რო უკვე სკოლებში იმიტირებულ PvP-ს აკეთებენ, ანუ ტიპები დგანან და გაკვეთილებს შორის ერთმანეთს მაგასი რეპეტიცია ვარჯიშობენ თუ რაღაცას დგავენ რა, ხო ხდები და ეგ მოთხოვნილება არის. აი, წარმოგიდგენთ ჩვენთვის რამ ხელა სტიმული. აბა რა. იმიტომ რომ თუ სწორად მახსოვს, რა სკრინმა თქვა. ნამდვილი MC ხარ თუ გისმენს ბავშვი. ძალიან კაი სიტყვებია. აი რაც შეეხება მარტო რეპის კუთხით ვთქვით რა ჩვენ გოგოების ამბავი რა.
ჰიპ-ჰოპს თუ შევხედავთ, საქართველოში არც ცოტა არიან. ანუ დენსერები, ხო. დენსერები. აი, ქართულ ჰიპ-ჰოპში გრაფიტი მაკლია. ხო. მიუხედავად იმისა, რომ არის რაღაცები, მაგრამ გოგოების გრაფიტი ზოგადად გრაფიტი. ხო, ეგ ხა. აი, გოგოები დენსერები ბევრად მეტი არიან ვიდრე რეპერები რა. კი. თუმცა ეგეც კარგი ნიშაა და ანუ კარგად განანთავიან საფეხურზე რა. უფრო განდა ხა PvP Slam-ი რა, რაც Full ახალი პროექტი დაიწყო რა. მე ძალიან სიამოვნებს მაგის ხურებს. ძალიან სიამოვნებს. აი, მაგრამ უფრო ზოგს რა დამოკიდებულება აქვს, იცი? აი PvP-ის პირველი სეზონი ხო გახსოვს რა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხალხს რა. რა არის ეს რა? ეგეთი დამოკიდებულება აქვს ცლამდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ შეიყვარებენ და გაუსწორდებათ თვითონაც რო გაფიცნობი ერთებიან. კი, ყველაფერი ახალი თავიდან იწევს ხოლმე, ვითომ ზოგისთვის კრინჯია, ზოგისთვის ზედმეტია, ზოგისთვის მანერულია, მაგრამ მე ნელ-ნელა. მაგრამ ყველაფერი ახალი არის კარგი. ხო. ყოველის მე არასდროს ვერ კაიფობდი სასტავით, რომელიცთვისაც სიახლე აი ეს რაღაცა ეგრევე შიშს იწევდა და რაღაცა გაუცხოებას და ეგრევე აგრესია მოდის და რაღაცა ისეთ თემაა რა. თავის დროზე ისიც წარმოუდგენელი იყო, რომ სუხიშვილების მოცეკვავეებს რაღაცა civil ტანსაცმელში რამე გაეკეთებინათ და ეხლა თამადას კლიპში კიდე რაც არის სუხიშვილის მოცეკვავეები ერეკლე დეისაძის კლიპშიც მანდაც იგივეა რა, ანუ მანდაც სუხიშვილის მოცეკვავეები ჩვეულებრივად ჩაცმულებით ცეკვავენ და რაღაცა თავის დროზე ისეთი ამბავი იყო ატეხილი ამ ასაფართიზე და რაღაცა ექსპერიმენტებზე, რომელსაც ილიკო სუხიშვილი აკეთებდა, მაგრამ დღეს უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა რა და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არ მსიამოვნებს ხოლმე სიახლის მიმართ აგრესია, გააჩნია სიახლესაც, მე უკვე გამოცდილება მანახა, რომ დროის ამბავია და ყველაფერი თუ ნაღდია და ხარისხიანია და დროს გაუძლებს აუცილებლად განვითარდება ისიც. აი მე და შენ ჟიურის წევრებზეც ვისაუბრეთ რა, სანამ პოდკასტი. ხო, ნაწილობრივ ძალიან და არ გიფიქრია რომ რომელიმე ჟიურის წევრი მოიყვანო პოდკასტში. აი ეგ საინტერესო იქნება. მე ხა იმაზე ვფიქრობ და ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა და. კი. გიორუსიასთან მაქვს ხოლმე სხვათა შორის სულ კომუნიკაცია რა. აი გიო ძალიან კარგი მოსაუბრია თან და კარგი პოდკასტი გამოვა ჩემი აზრით, აი საყურებელი პოდკასტი გამოვა. კი, იმიტომ რომ აი მე სულ მე რაღაცა ცოტა ბოლოსკენ უკვე მიტყდებოდა რაღაცა ძალიან კრიტიკული გამოდიდი ჟიურისთან მიმართებაში, ამიტომ მე მესმის რომ ურთულესია რა, ანუ ჟიურიში ყოფნა არის ძალიან რთული ამბავი. ხო, თან ხალხსაც ის გონია რომ აი კრიტიკულობა შეიძლება და თქვენ დამოკიდებულებებსაც გასვლით, თქვენ აზრებსაც გასვლით და რეალურად მიხვდება ხალხი რა, რატო ფიქრობ ეგრე რა. ხო, ანუ მე რას ვამბობ, იცი, აი მე მითხრეს კიდევაც რა, იქ რომ მიხვიდე, ერთია რომ მე აქედან რაღაცას ვამბობ. მეორეა, მე არ ვიცი, იქ არ მდგარ ვარ. შეიძლება იქ რომ ვიყო, სულ სხვანაირად შევხე, იქ არ მდგარ ვარ, აი ხა იქ ნამყოფი ვარ, მაგრამ უშუალოდ ჟიური როცა ხარ და მაგ ხელა პასუხისგებლობა რო გაქვს რა. კიდე სხვანაირად შეიძლება იქ მე ვერ თქვა ჩემი სათქმელი ისე როგორც მინდა. რავი, შეიძლება ავიჭრა, შეიძლება ვერ მივხვდე, შეიძლება გავმაზდო იმ ხმაურში რაღაც ლაინები ხვდები, ანუ ეგეთი დეტალები მე დარწმუნებული ვარ არსებობს, რასაც აქედან ვერ ხვდები, იმიტომ რომ ერთია გვერდიდან რო ვაფასებ, მეორეა იქ რო ხარ. ამიტომ ეგ მესმის ძალიან კარგად და თუ რამეს ვამბობ, არ ვამბობ, იმიტომ რომ მინდა რომ ანუ ნაკლები გაუგებრობები გამოიწვიოს ხოლმე რა და ვისურვოდი რომ მეტი მრავალფეროვნება და მეტი არგუმენტები იყოს ხოლმე ჟიურიდან რატო, იმიტომ რომ როცა გესმის სულ ერთ ეგ რა ბაუნსი იყო მეტი პანჩები იყო, თითქოს რაღაცას გტოვებს იმაში, რომ ანუ აი ზუსტად რას გულისხმობ თქვი რა, იმიტომ რომ ყველას თავისი ყველა არტის თავისი გულშემატკივარი ყავს და მე ყოველთვის სპეკულაციების სფერო რჩება, რომ აი ნახე ხა, იმიტომ თქვა ის, რომ აი უნდა რომ იმას მოეგო, მაგრამ ეგენი სულ იქნება, მაგრამ მე აი საინტერესო იქნება გიოსთან, მე სულ მაქვს ხოლმე მსჯელობა და რაღაცებზე და გვიკამათია კიდევაც რა, ანუ მესენჯერში რო გვიბაზრია, რაღაცებზე გვიკამათია. და ბაზარი არ არის გაასწორებს აქ კამათი გაასწორებს რა ხო ხდები ანუ და ხალხის გაიგებს რა რეალურად როგორი აზრები გაქვთ რა გიო ეხა ჟიურის წევრია ძალიან გამოცდილი ჟიურის წევრია და გიოც თავის აზრებს იტყვის თუნდაც აი პელე და იმის იანგის ბეთლზე შენც რაღაც ეგენ შეკითხვებს დავუსმენ მე დიდი სიამოვნებით მოусმენდი იმ პოდკასტს და უყურებდი აი მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი როცა ჩვენ ვჯელობდით პელეზე და იანგზე ის თვლიდა რომ იანგმა მოიგო, მე თვლიდი რომ პელე მოიგო და არგუმენტად მოიყვანა ის რომ ანუ ამდენი ხანიაო ამ ბიჭსო რაღაცა ახლებურად ვერ გაუტრაკეს ისევ ძველი ფორმულირებებთან და ოკეი, მაგრამ მეორეს მხრივ იმასაც ვერ ვიტყვით რომ იანგს აქვს ხა ისეთი რაღაცები გაკეთება, რასაც მოეჭიდები რა. ეგეც
საკითხავია ნაწილობრივ იმიტომ ვერ აკეთებს ამას, რომ მასალა და უბრალოდ მაინც ზარმაცობს და ძველ რაღაცებს ეხება თუ უბრალოდ მასალაც არც თუ ისე დიდია რა, იმიტომ რომ Young-ს ქონდა რაღაც პერიოდი, როცა აქტიურად არ ჩანდა. ეხლა უკვე ბოლო 2 წელიწადში თუ წელიწადნახევარში იმდენი რამე მოხდა, რომ კი ვიღაცა რო ეხლა დადგეს და Young-ს წინ დაუდგეს, ბევრად უფრო მეტი მასალა იქნება, ვიდრე პირველად რო გავიდა თქვათ რა. ბეთლებისგან გამოწვეულის არის ეგ ჩემი არის და აი ბევრი ეხა ვინმე რო დაუდგეს წინ შეუძლია პელესთან ბეთლის რაღაც მონაკვეთი მოუყვანოს მაგალითად რომ ჩემთვის წააგე ეგ ბეთლი რაღაც კარგად შეფუთოს ეგ ყველაფერი რა. ხო და რაც უფრო ისეთი სწრაფი რაც უფრო მეტი აქტიობები ექნებათ არტისტებს, მით უფრო მეტი მასალა დაგროვდება და იმისთვისაც მეორე MC-სთვისაც უფრო კომფორტული ზონა იქნება, იმიტომ რომ აი რამდენადაც Young-ისაც გავიგე, როცა Iwatch-ის დაეტაკა, Iwatch-ის უფრო მეტი მასალა ქონდა მასე, ვიდრე Young-ს ქონდა Iwatch-ისე რა. ხო და ეგ მესმის, ამიტომ მაგასაც ვითვალისწინებდა. არა, ყველა პონჩი უნდა მოვიწვი. აი აქედან ვეთქვი გიო რუსიას, რომ შემდეგ პოდკასტზე მოდი რავი თუ გინდა, როცა მოიცრი. შემდეგი არ იქნება, იმის შემდეგი იყოს, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება. არა მარტო გიო რუსია, სხვა ჟიურის წევრები, შეიძლება გიოს არ ეცალოს თქვა თან არ ქონდეს სურვილი ლაპარაკის, ან დრო არ ქონდეს. ამ შემთხვევაში სხვა ჟიურის წევრთანაც საინტერესო იქნებოდა და განვიხილავდით ერთად კი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, მე რაც თქვი ეგ ერთი. და კიდე იქნება რაღაცა ისეთი დეტალები ან არგუმენტები, რომელსაც შეიძლება მე ახლა არ ვფიქრობ, მაგრამ ისეთი რამე მითხრას, რომ ან გადამარწმუნოს, ან პირიქით მოხდეს. ჩვენ შეიძლება მე და შენ უბრალოდ ჟიურის გადმოსახეთს ვერ ხვდებით რა, რაღაც კრიტერიუმებს შეიძლება ვერ ხვდებით რა. შეიძლება, ნუ. და ძალიან სწორად და კარგად აგვიხსნიათ რა. ოკეი. მე სიმართლე გითხრა არც დავინტერესებული ვარ არასდროს რა. ეგ მომენტის მქონდა ალბათ რა. ალბათ კარგი იქნებოდა ჟიურისთვის მეკითხა თუნდაც პირველი ბეთლის შემდეგ, აი რა შეცდომა დავუშვი. მაგრამ ეგ არასდროს არ მეკითხავს. ნუ ვერ ხვდები რატო არ მეკითხავს, თუმცა ალბათ შემდეგ ბეთლზე თუ დავდგები, ოდესმე ალბათ ვკითხავ. ბიჭო, ისიც არის, რომ აი პატარა ფორმატია ისეთი, რომ ჟიური რო გამოდის და რაღაცებს ამბობს, ანუ თლიან ანალიზს ახლა NIC-ვით იქვე ხო ვერ ჩაატარებს. ხო. ამიტომ გინდა არ გინდა, ხო, უწევს რომ მოკლე თქვას და მან ბევრი რამე გამოგეპარება, მაგრამ აი მაგასაკაც განვიხილავთ ყველა პონჩი. აი ბოლოსკენ იცი რა მინდა კითხო კიდე? სანამ შენ გეგმებზე გადავალთ, ანუ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კლიპზე, რომელიც გუშინ დაიდო და დაანონსე კიდევაც, რომ ბევრი საინტერესო რამე იქნებოდა და მან ცოტა კონკრეტულობას მოგთხოვ, თუ რომ შენ გულშემატკივრებს დარწმუნებული ვარ, აინტერესებთ, მაგრამ მანამდე მინდა კითხო, რახან თეატრი ახსენე, რახან ახსენე ის, რომ სცენაში ბავშვობიდანვე ამით გატაცებული იყავი. აი, ამით რომ შემოგთავაზონ როლი, რომელიმე ფილმში აი დაგიკავსი და რეჟისორი და გითხრა რა, შენთვის რამდენად საინტერესოა შენი თავიცადო მაგა. ნახე ბავშვობის მოტივია რა და ოცნებას არ დავარქმე მიზანი. რატომაც არა, ძალიან მესიამოვნება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ კარგად შემიძლია რა. რა ჟანრში უფრო ხედავ შენ თავს თქვა, უფრო კომედიურ ჟანრში თუ უფრო ცოტა დრამაში, ანუ უფრო დრამაში, კომედიურ ჟანრში დიდად ვერ ხედავ შენ თავს. ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნებოდა, რომ პირველი დოკუმენტური ფილმი რო იყოს რამე, რომელიც არა მარტო PvP-ზე, არამედ ქართულ ჰიპ-ჰოპზე იქნებოდა ბოლო 8 წელი, ბოლო თუნდაც 10 წელი, რომ მანამდე რაღაცები ყოფილა. და ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა, რომ რამე სერიალებით რო გაკეთდეს, თუნდაც ერთსეზონიანი სერიალი რო იყოს, სადაც იქნებოდა ბეთლ რეპერებზე რა, ანუ ხატრულად გაკეთებული პერსონაჟები. ხო, უბრალოდ შენ ხო ხვდები, რომ ცოტა არ იყოს დიდ ბიუჯეტებთან არის დაკავშირებული, თუმცა მესმის, მაგრამ გაასწორებდა. გამისწორდებოდა კი. ძალიან მაგარი იქნებოდა, იმიტომ რომ ეგ კულტურა რო იხოდება, მიუხედავად იმისა, რომ პოდკასტებიც არსებობს, თვითონ MC-ებიც ბაზრობენ, კიდე იქნება რა, ანუ კიდე იქნება უამრავი რაღაც. იქ სხვანაირი სახის დაინახა ყველა არტისტის, ჩემი აზრით. რასთან აქვს საქმე რა. აი მე მაგალითად სიამოვნებით ნახავდი ერთი აი 10 სერიანი თქვა სეზონი რო იყოს ტიპზე, რომელსაც თქვა ოჯახში რა სიტუაცია აქვს, უბანში რას განიცდის, თქვა ფინანსების საკითხი, თან რო სამსახური უწევს, თან ეს რო უნდა აკეთოს, აი 1000 რამეა რა, პირადი ურთიერთობები და ასე შემდეგ და მაგრამ გაასწორებდა რაღაცა ინსაიდერული ის იქნებოდა რა და რაღაცა მე მგონია რომ თან ხალხსაც გაუსწორდებოდა და რაღაცა ისეთი იქნებოდა კომერციულად ძალიან მომგებიანი უბრალოდ მესმის რომ ჯერჯერობით დარწმუნებული ვარ ხალხსაც აინტერესებს ეკრანების გარეთ რა შვებით და როგორები ვართ. ძალიან საინტერესო იქნებოდა კი. Yes. და მოდი ახლა ბოლოსკენ კიდე გითხარი კონკრეტულად რა ალბომი, აი შენი მომავალი უახლოესი 1-2 წლის გეგმა, რას ფიქრობ
რა გამოვა და რა არა მაქედან მესმის რომ ბევრი რამე ფინანსებზეა მიბმული და დროზე და რესურსზე, მაგრამ აი შენი პროგრამა მაქსიმუმი რა არის უახლოესი პერიოდი? აი Flows label-ზე ვარ როგორც თქვი უკვე. და ნუ ბევრი რაღაცა არის ჩემზე დამოკიდებული რა, ჩემ სიზარმაცეზეც ცოტა რთული შესახედი, მაგრამ ეხლა აღარა მაქვს ფაქტორი რომ ზარმაცობ, ეხლა უფრო ძალიან მოტივირებული ვარ და ალბომი 2 წლის განმავლობაში დიდი ალბათობით გამოვა. ერთი კარგი მსუყე ალბომი, თუმცა ჯერჯერობით ალბომზე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ სინგლები და ბევრმა ადამიანმა არ იცის რომ მოსკა ბეთლებს გარეთაც არსებობს როგორც არტისტი რა. მაგას ხვდები ბევრმა არ იცის რომ ჩენელი მაქვს თუნდაც და იქ იდება ჩემი ტრეკები. ამ კლიპით ბევრმა გაიგო კი რაღაც, მაგრამ უფრო სხვანაირად ჭირდება ამ ყველაფერს რომ გავაგებინო. ძალიან ხშირად იქნება ტრეკები და სინგლები იქნება უფრო რა ჯერჯერობით. ცოტა სამომავლო პერსპექტივაში ალბათ ალბომიც იქნება. ანუ მხოლოდ ჩენელი გაქვს YouTube-ი, ან ცალკე კიდე TikTok ჩენელი, ან Instagram ჩენელი ეგენი გაქვს, ხო? კი, TikTok ჩენელიც მაქვს, უბრალოდ ცოტა ჩაკვდა, იმიტომ რომ TikTok-ი, იმიტომ რომ არ ვაქტიურობ დიდი ხანი, თუმცა თავიდან კარგი ნახვებიც იწერებოდა, თუმცა აი Instagram-ი ჩემი აზრით არტისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცაა რა, იმიტომ რომ რეალურად იქიდან შეგიძლია გათვალო რა არის ვინ არის შენი აუდიტორია. ყველაზე კარგად იქნა შეგიძლია გათვალო რა. ბიჭო, მედია მენეჯერი გინდა, ვიღაცა ტიპი, რომელიც აი მაგას უზის, იმიტომ რომ სხვანაირად რთულია, აი შენით რო სულ გაკეთო, ანუ რთულია, იმიტომ რომ არის ალგორითმები, არის მთელი თემები, 21 საუკუნე და აი ჩემი და Flows პროდიუსერია, ხალხი სპინო. რომელიც ბიტებზე არ ვსაუბრობ ცალკე სასწაულ რაღაცებს აკეთებს, ბევრ რაღაცაში მეხმარება იმის მიუხედავად რომ პროდიუსერია, ბევრ რაღაცას ითავსებს ძალიან რა და კი მესმის რომ უჭირს რა და ძალიან რთულია რომ ყველაფერი ერთად გააკეთო, თუმცა ერთმანეთს ვეხმარებით ძალიან რა და ეგ უნდა იყოს, ანუ ქართულ ჰიპ-ჰოპს იმ კუთხითაც ჭირდება განვითარება, რომ უნდა ყავდეს ადამიანები, რომლებიც შეძლებენ რომ გაქციონ ბრენდად. არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველთვის ჩემი აზრით. მე იმედი მაქვს რომ ყველა ის გეგმა რომელიც დასახული გაქვს აუცილებლად ასრულდება რა. მადლობა. შრომა ერთია, თუნდაც ის რომ ამდენი ადამიანი ამ ხელა ფანბეისი ყავს და ამ დროს თქვათ YouTube-ზე მე რაც ვნახე დაახლოებით 1500 subscriber იყო თუ 2000 რაღაცა subscriber იყო. ანუ მაგაზე მიუთითებს რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ აი მაგას კიდე ცალკე ტიპი მართავდეს, მაგასაც თავისი ორგანიზება ჭირდება და მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში მინდა წარმატებები გისურვო, რომ ძალიან გამიხარდა რომ ხედი დიდი ხანი ხალხიც გითხოვდა და მე სუიცი რომ ანუ MC-ებთან ურთიერთობა მთელი ღამე შემიძლია ვილაპარაკო საათობით. მადლობა რომ მოხვედით და რავი წარმატებები და იმედია PvP-ში დაბრუნდები. ნახოთ, არ არის გამორიცხული არაფერი. მადლობა, დავბრუნდებით. რა თქმა უნდა, ტრადიციულად subscribe-ი, like-ი და სტუმარი მინდა ეგეც ტრადიციულად კომენტარებში დაწერეთ. მიყვარხართ გეხმაროთ.